მე ვიცი არის ბრაზილია და ინგლისი 50 რა გინდა გაჩერდი შეციცი მე მგონი ვიცი მანუელ ნოიერი ჩემი რა ბიჭო მგონია რომ კაზინოში ვარ და იმას ვატრია მაგრამ არ მინდა მაგრამ არ ვერ ვიტან დიდი დაბრუნება მეგობრებო, თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ აუქციონი ბრუნდება. ბევრი ვფიქრე, რაზე გამიკეთებინა. იყო ვერსია საქართველოს ნაკრები, რომელიც გადავწიე, რომ ეს მეასე თამაში მართლა მოვიგეთ, არ მოვიგეთ, ზოგი ამბობს მოვიგეთო, ზოგი ამბობს არ მოვიგეთო. მოკლედ, როცა დავიწყებთ საკვალიფიკაციო ეტაპს ერთა ლიგის, მაშინ გავაკეთებ საქართველოს ნაკრებზე აუქციონს. მანამდე კი მოდი მისტერი ბოქსებზე კიდევ ერთხელ ვითამაშოთ. ერთხელ ჩვენ ვითამაშეთ მისტერი ბოქსები. აუქციონი, სადაც იყო ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს უკვე აღარ თამაშობენ და დღეს ვითამაშოთ თანამედროვე ფეხბურთელებზე. ისინი, ვინც დღეს თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე, იღწოდნენ ან ეხაც იღწვიან, სოფლიოზე ითამაშებენ, ან არცადაც არ ითამაშებენ, მაგრამ დღეს სადღაც ბურთს აგორავებენ. ვისაც კარიერა არ დაუსრულებია. კი ბატონო, ზუსტად ეს. მისტერი ბოქსები შენი საყვარელი ფეხბურთელები იყო, ხო? არა. არა? არა, უბრალოდ მისტერი ბოქსები იყო ძველი ფეხბურთელები. და მე მოვიგე ეგ ხოლმე შორის მარადონა და ეს ყავდა პელე. ეგა გამახსენა. მილიარდი გეკნებათ კვლავ. ფიქსდ იქნება მეგობრებო, გეტყვით ისევ ფასები, ანუ მეკარიდან ჩამშრელის ჩათვლით 30 მილიონი ეღირება ყველა ფეხბურთელი, იმიტომ რომ მისტერი ბოქსი აიცით ვინ არის და ნახევარმცველიდან ვინგერები თავდასხმელის გავლით 50 მილიონი. გეტყვით ერთ რამეს რომ თუ ჩვეულებრივ ტრადიციულ აუქციონში ერთი დონის ფეხბურთელებით ვიწყებთ და მე დაბლა ჩამოვდივართ, აქ შეიძლება არეული იყოს. ანუ ყველა სუსტი ფეხბურთელი შეიძლება დაიწყოს აუქციონი, შემდეგ უფრო ძლიერი იყოს, მოკლედ არეულია, იმიტომ რომ ერთი ფასი. ლატარეა. კი, აბსოლუტური ლატარია არ არის, იმიტომ რომ ლოტო გვეთამაშა. იქნება, მინიშნებები იქნება, ამიტომ არ არის აბსოლუტური ლატარია. ხო, ანუ მინიშნებებზე უნდა კი. ვიწყლიტოთ გონება და იქნებ რაღაც გამოვადნოთ. ვერ გეტყვით რომ ეს ისეთი მინიშნებებია, როგორც მაგალითად პრესინგში, საიდანაც აუცილებლად პასუხზე გახვალთ, თუმცა მე გავერთობე. თუმცა შეიძლება პრესინგშიც ვერ გახვიდე პასუხზე, რადგან რა თქვენ თამაშს? League of Legends-ი? მაგ მოგიტანოთ ზანე და სვანე. მეგობრებო, გიორგი ციხისთავი, გიორგი ფოფხაძე და ანდრო ხელაძე შეეცდებიან რომ საუკეთესო გუნდი შექმნან. თავთავიანთვის და მე თქვენთვის. 4-3-3. 4-3-3. 4-3-3 და მეგობრებო, დავიწყოთ, მოდი დავიწყოთ მარჯვენა მცველით. ასე ვიტყვით, 30 მილიონად მარჯვენა მცველი, ამ მცველს გთავაზობთ. სამი მინიშნება. კურასაუს წლის საუკეთესო მოთამაშე გამხდარა. ტყუპი ძმაც ყავს, რომელიც ასევე ფეხბურთელია. და კარიერაში მხოლოდ 2 კლუბში უთამაშია. მარჯვენა მცველია? მარჯვენა მცველია. ბიჭო, კურასაულის მე ბაკუნა ისე. ლეანდრო ბაკუნა ბიჭო. მეორე ძმა ყავს სხვა შორის მაგას. ეგ მოიტანა ბიჭო. ანუ ეგ ბაკუნები ძმები ვიცი. საულს ტყუპის ცალი ყავს. ბიჭო არა. კურასაუდან ვინიციო. კურასაუდან არა. შეიძლება არ არის კურასაუელი, უბრალოდ რაღაცა სავარაუდას უნდა იყოს, იმიტომ რომ კურასაუელი ფეხბურთელი დაწყება. ტყუპის ცალი ყავს და კიდე მესამე რა იყო? კარიერაში მხოლოდ 2 კლუბში უთამაშია. 2 კლუბში უთამაშია. ამ ეტაპზე. 30 მილიონი. აი, მე ერთი ვარიანტი მაქვს კიდე ვინში. არავინ არ ავირჩიოთ რა ხდება ახლა. გამოვტოვებ და დაუბრუნდები. ანუ ამას მოვიღაც ჯერი. ვიღაცას, კი. 2 კლუბში. აიწიეთ. დიდა ფოფა ბარემ აიწე ყველაზე მეტად რაღაც შენ. რაღაცას გავხარო. ამ ფიქრობ, ანუ ერთი ვარიანტი მაქვს ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ ეგ ფაქტი არ ვიცოდი მაგაზე რომ კურასაუსთან რაღაც კავშირი ქონდა. ამიტომ მოდი არ ვიზავარებ. არავინ არის. არ შვებით. ხო მიუბრუნდებით თუ რამე და ამიტომ. რა თქმა უნდა მიუბრუნდები. მაგრამ ესეთ დაწყება არ მოგწონს რა რაღაცა. არავინ არ გინდათ რომ გარისკოთ? კაი ხა მეურის ყო 30 მილიონი. 30 მილიონად ციხე. 30 1, 30 2, 30 3. მეგობრებო, სანამ ჰოლანდიის ნაკრებს აირჩევდა ნიდერლანდია. აუ, არ ვიცოდი. 30 მილიონად ტიმბერი წავიდა. ბიჭო, რაღაც ისე კურასაუ არ ვიცოდი, просто ანუ მეორე მესამე უნდა ვერ გავხსენე, მე უნდა გამერისკენ ის. კი, რატომ არ კვენტი ტიმბერი მის. მე ვერ ვიტყვი რომ. იმიტომ რომ შეიძლება და მართლა ბაკუნა ყოფილიყო და. ბიჭო, იცი რა არის? მე ვიც მინდოდა მარჯვენა მცველად. იმაც გადავხედე და 2 გუნდში, ან 2-ზე მეტ გუნდში აქვს თამაშები და. მომზადილი მოვიდა. რა მომზადილი ამ წამს დავიწყე მზადილი. სამი კაცი გაიხსენა ალბათ. ხო, სამი კაცი გავხსენე ზუსტად. ტიმბერი ამ სამში ვერ მოხვდა. თუმცა ძალიან კარგი მარჯვენა. 30 მილიონად. და სეზონის სტარტზე ფოფხამუნდა რომ სოფლის საუკეთესო მარჯვენა მცველია, არ ვიცი ისევ არის თუ არა. მაგ კონკრეტულ მომენტში იყო.
ეხლა ერთი თვე ტრავმა ერთი თვე აქვს, შეიძლება საერთოდ მეც ვიყო. ეხლა არც უთამაში. საუკეთესო მარჯვენა. მე მაგაზე მომხაზე კი არ მაქვს ხა გართულება. კიდე არ დაფრენას ითამაშებს, მაგას ვეუბნები ხოლმე. ბიჭო დაველოდოთ რა სეზონის ბოლოს რო ვთქვა ვიდ იყო საუკეთესო მარჯვეა. არა, მაგას ხო. არ ფორმაში არ თქვა ხოლმე. ანუ inform player. მან ეგ სხვა. ეგა ფორმულირება არის მან. ქართული შესწყვეტი რა აქვს. საუკეთესო უკვე ეს ანუ ჰაკი არა, არა. ქართული შესწყვეტი რა აქვს მაგას? საუკეთესო ფორმაში აი ხა ვიბებრო მაგ თქვას რომ დღეს საუკეთესო მეკარია მატვეის საფონოვი. რადგან ლივერპულთან ძალიან მაგრა ითამაშა და მართლა ძალიან მაგრამ ითამაშა, მაგრამ საუკეთესო მეკარია, აი ამაზე რა. კაი, პირველი ჩამშრალი. ძალიან კარგი იყო, ძალიან კარგი იყო. არის თქვენი გულის ამონადენი. ამონადენი, გულის ამონადენი ძალიან ცუდა ჭრავს. ხო, რა. მოკლედ კარგი იყო რაც თქვენი სულიდან წამოვიდა და სიტყვებად იქცა, აი ესე ვიტყვი. ხო, რაღაც სპეცი. მოდი იყოს პირველი ჩამშრალი 30 მილიონად და ესეთი რამეა ამ ფეხბურთელზე, ესეთი მინიშნება გვაქვს 3. 2002 წლის მსოფლიოზე გოლი აქვს გატანილი. 2022 მსოფლიოზე. როგორ შეგვეცვა შვედა. ძალიან დიდი ბოდიში 2022. ვერცერთ ფეხბურთელი არა, არა, 2022 წლის მსოფლიოზე, გასულ მსოფლიოზე გოლი გაიტანა. 24 წელი. კლოდ მაკელელესთვის შეუდარებიათ. ვიღაცა შეუდარებია კლოდ მაკელელესთვის ეს ფეხბურთელი და არაერთი ევროპული ტურნირის პრიზიორია. ნახე, აი კარგი მინიშნებებია. ანუ სამივე პოზიტიური იყო. მაგრამ მაკელელეს შეიძლება შეადარა აფსონამ რეპორტაჟზე. ანუ არა, აფსონამ თუ ეხა მაკელელეს ვისადარებენ ხოლმე, როგორც ეს კანტეს. ტესტ ტიპის ფეხბურთელს. კატეს არ ეს ტიპის გაუტანია. ფეხბურთელს და შემიძლია გარანტია. ანუ, ჰა? კატეს არ გაუტანია. ანუ ეგეთი ტიპის ფეხბურთელი ჩამშლელია, რაღაცა. ალბათ შავკანიანია, ჩემი აზრით. ბიჭო, ხო აი ეგრე ხდება ხოლმე, რაც არ უნდა რასისტულად ჟღერდეს, ჩემი გონებაში სექტრიალებდა, რომ თეთრი ფეხბურთელი მე მაკელელესთვის შედარებული არ მინახავს. ხალხი რაღაცა ეგრე 30 მილიონი ციხე. 30 მილიონად ას. ვიღაცა ისეთი არ იყოს, რომ 35-დან წავიყვან, ანუ არც გული არ დამწყდება. 35. ეს მართლა ისლი მესამე რა მინიშნება იყო? მესამე იყო რომ არაერთი ევროპული ტურნირის, ანუ ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს თასი, რომელსაც ახლა ქვია ეგეთი ტიპის ევროპა ლიგა და ასე შემდეგ პრიზიორი. სლანი ნახევარმცველია. 35 მილიონი. ევროპა ლიგა ხო პროსტა თქვი თორე ევროპა ლიგაც აქვს რაღაც медаლი? შესაძლოა. შესაძლოა. მე რა აი ვიცი. არაერთი ევროპული ტურნირის პრიზიორი. ნუ ახლა. ანუ ფინალი უთამაშია. 40. 40. 45. 45. მე მგონია რომ არაერთი ევროპული ტიტული ტურნირი ანუ რა ორიც შეიძლება. მიკასგან ორი რო იყოს არ უმეტყველო. ხო, სულ კონფერენს ლიგა ევროპა იყოს, ფინალში არის ესე იგი ნამყოფი ექტები. 1 სოფია ნამრაბატიც არის. 2 ცუდია სოფიანა. 50. ცუდია, რა არის სოფია ნამრაბატი რა. 1 2 3 ჩუამენი რა გქო. 50 მილიონად კაზემიროა შენთან გუნდში. ვა, ძალიან კარგი ვარ. შვენიერი. მაგრამ მე ჩუამენი მეგონა, მაგრამ რა თქმა უნდა მიჩვენია კასემირო. უცებ მეგონა რომ ჩუამენი კაზემირო არა, თან არა. პრაიმ კაზემირო. ხო, იმიტომ რომ მაკელელე შეადარესო 22-ის სოფლიოზე ინგლისს რო გაუტანა ეგ მასოდა და მედლები კი ექნებოდა. მეგობრებო, მოდი პირველი ნახევარმცველის მოსინჯოთ. შემტევი ნახევარმცველი. 50 მილიონად. ერთა ლიგის ფინალში აქვს გოლი გადანილი. სოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. დიდი მინიშნებაა, კარგი მინიშნებაა. და მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს. ვეღარ. ანუ გამოარდა ჩემპიონთა ლიგიდან. 50. 50 მილიონი. აუ. 50-დან იწყება ეს. კი, 55. 55. 60. 65. 70. 75. 75. ზიღემსად გაამზადა. 1 80. 80 მილიონი. სავარაუდოდ ერთი ნაკრების იმაზე ვფიქრობთ ყველანი ალბათ. არ თქვა. არა, არ ვიტყვი რა. 1 აფუჭებს ეგ. რამდენი თქვი შენ? 80. 2 3 არა, ხო, გაიგე. ოდრიჩი იყოს რა. პედრი 80 მილიონი. სახო. მისტერ ძალიან სტუდია სათამაშო მისტერი ბოქსები. რა სადავფეთქდები პროსტა ეგ ღმერთმა არის. პედრი კაზემირო და ტიმბერი ყავს. მე ხა ვიღარ გავრისკავ ვერაზოს იმ სამივე კარგი იყო და მე მაგით მივყვებოდი რა რომ ეხლა უწევს სუდი. სუდი თქო ძალით გიზდიდით რომ თქვენ გონებოდათ რომ ანდროს ახსოვს რომ ერთა ლიგის ფინალში ვინ გაიტანაო არაფერი მე არ მახსოვდა და ფრანგი მე მე ამოვიდა მოგიდი ერთი ერთა ლიგის ფინალში გოლი აქვს გატანილი პორტუგალიამ მოუგო იმას. აგერ გატანილი აქვს პედრი. შერკი
ტეტრისას აქვს კი მაგრამ მაგ თამაში გონი მოდრიჩი რაღაცა ფინალი პორტუგალია იყო, არა. ესპანეთის პორტუგალია. მეგობრებო, არა რას გულისხმობ რომელი ერთა ლიგის ფინალი ეს. ერთი იყო ბაპემ რო საფრანგეთი. ესპანეთი საფრანგეთი იყო ერთი იყო პორტუგალია ნიდერლანდები და ერთი იყო ხორვატია ესპანეთი შერკის გოლი ეს პორტუგალია, ესპანეთი რა იყო გამახსენე რა. პორტუგალია ესპანეთი ლეაუბრო მაგრა ითამაშა. იმასთან რო უყურთ. ნახევარფინალი იყო ნახევარფინალი იყო, ეგ და ფინალი იყო? აი ბოლო აღამახსოვს პორტუგალიამ ის მოუგო ბოლო ფინალი ესპანეთს ბიჭო. ამაში ფინალი იყო ხო და მაგითო მახსოვს. ანუ 4 ფინალი იყო და მე მეოთხე აღარ მახსოვს მარცხენა ვინგერი პირველი 50 მილიონად. 80 ხო ვიგები რა შვებით რა უქნათ. ჩვენ არ ყავს არავინ? და ციხეს 3 კაცი ყავს. ციხეს 3 კარგი კაცი ყავს. კი. არა ეხლა რო უწევს ისა ცუდი რო უწევ მიდი აბა. მარცხენა ვინგერი პირველი. ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი 5 ჯერ გამხდარა. აი. სადაც არ უნდა წავიდეს, მეგობრისთვის გასაშრელი ტახტი სულ გამზადებული აქვს. ანუ ეს მეგობრისთვის გასაშრელი ტახტი მუდამ გამზადებული აქვს. და ორ ლეგენდარულ არგენტინელს ადარებენ. პირველი მინიშნება გამეორე 5 ჯერ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი ქვეყნის. გასაშლელი ტახტი. ანუ იქ არაზე წავედი მაგრამ 5 ჯერ არ გამხდარა ყო ანუ არის ვიღაცა 50 50. 1 ვიღაც ხომ უნდა ვიღეთ. 50 55 55 60. 3 აუ ვერ ფიქრობ თან მინიშნებებზე და თან ის არ გამომდის 65 ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი 5 ჯერ ხუთ ჯერ გამხდარა, გამხდარა. გასაშრელი ტახტი. აი მაგაზე ვფიქრობ რაღაცა ისაა ჩამალული მაგაში შეიძლება. აი 70. 70 75 15 80. 80 გასაშლელი ტახტი ორ არგენტინელს ადარებენ ხო. ნუ ესეც 81 გარნაჩო 2 არა 85 25 განაჩვენე არგენტინაში თუ გახდა 90. 100 100 მილიონი 105. 105 თქვენ იცით ხო ვინ არის მე მგონი არა ბიჭო ან მართლა არ ვიცი ან იცით რა არა მეგონა მაგრამ 5 ჯერ გახდა არა ეხა მიხვით თქო მაგას გული არა არა მართლა ბერმადი 105 თქვა ან რომ ხო 120 რა აი ვაუ ჩემი 125. ვიღაც შეუძლებელია არის წოდეთ ეხლა ვინ არის რავაკეთო. ანუ მესი არ იყოს თქო 1 2 ორ არგენტინელს ადარებენ მარცხენა ვინგერი ამ ადამიანს ყოველთვის სადა აქვს საბასაბანაძისთვის გასაშრელი ტახტი და 5 ჯერ გამხდარა ხუჭა კვარაცხელია. ერთხელ ბავარდა გახდა. 5 ჯერ მოასწრო ბიჭო ერთხელ ბავარდა გახდა. ამბარა მას რამდენად? არ 125 125-ით. ვიცოდი მეყარა რო იყო. 5 ჯერ გახდა კი, გადავითვალე და ეგრე იყო. ერთხელ ბავარდა გახდა. 24-ში. არა ხომ არა რას ვამბობ მე ნაკლები მეგონა 4 ჯერ მეგონა აა. პატარა თქო რა ვიცი არა ბიჭო. უღარას ხომ მაშინ ვერ გადაწყვიტა ბიჭო ვერაფერი ეგ 23 იყო. როცა ფულა. აუ 5 ჯერ არის ყვარა 4 ჯერ რატო დაუთვალე აი არა უშ აია, კვარ ჩემთან უნდა ყოფილიყო უეჭველი. ფოფხასთან კვარა არსენალს შეიძლება იყოს და მე ვეღარ მეყოლება. მარჯვენა ვინგერი. გეხუმრები რა თქმა უნდა. მარჯვენა ვინგერი. მარჯვენა ვინგერი. 2019-ში დაწყებული კარიერა. აი ხა უკვე უწევ ცუდი. პირველი მსოფლიოს მოლოდინშია. წასვლის გულის თამაშის. თამაშის. იტალიელი არ არის. 2024 რატო არ არის? მოლოდინში არის. ტელევიზორთან რო უყურო. არ ამგონია ეგრე არა, კაი ეგრე არ და 2024-25 წლების სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ახალბედა გახდა. გასულ სეზონში. მარჯვენა გარემარბია? კი. იტალიაში მარჯვენა გარემარბი უბრალოდ არ არსებობს. და საერთოდ ახალგაზრდა რო გახდეს და თუ ვინმე გახდა, რავი, არც მახსოვს შესაბამისად. 24-25 არის წინა სეზონი, ხო? კი. ნიკოპას მარჯვენა ვინგერად არავინ გაიყვანა იმეთი. რამდენით იწყება? ახალბედა და არც არც გახდებოდა არც გახდებოდა. 50-ით იწყება, ხო? 50. 50 1 55. 60. 60. 65. 70. ხალბედა. 1 2 75. 75. 1 როცა 19-ში ქონა დებიუტი. 2 80. 75 ხო თქვი? ხა. 80. ვინგერის 80 ამ ძალიან ცოტა, ხო მაგიტომ მოხვები ეხარა. გაიგოს, კაროჩე. 1 მარჯვენა გარემარბი. 2 25. 25. ზუსტად. ყვარაზე წვიმოს კი 1 90.
1 2 3 ვინა 90 მილიონად ოლისე შენთან არის ვაუ ძალიან ბედნიერი ვარ ცოტა დამაყო 90 მილიონად ოლისი არის აი საუკეთესო მაგრამ მოდი სამართლიანობისთვის თქვათ რომ თუ კვარაჩენთან უნდა ყოფილიყო ფოფქასთან ოლისა უნდა ყოფილიყო მართალი და ჩემთან უწევს ვინც პედრი არის არა პედრი გარემარს უწევს ვიღაც სულს კრისტიანო რონალდოს უწევს შენ 90 მილიონი გადავიხადე ხო მეკარე პირველი მეკარე გოლკიპერი ვის უნდა გახდეს მილიონერში ანუ ვის უნდა 20000-ის ჩვენე ორიგინალი რო წარმოვიდგინოთ ინგლისურენოვანი ოღონდ დიდრების ამის საკუთარი ქვეყნის ვერსიაში აჰა 500000 აქ მოგებული ვა მეკარე არის კი როგორი განათლებული მეკარია 60-ზე მეტი ინდივიდუალური ჯილდო აქვს 60-ზე მეტი ინდივიდუალური ჯილდო აკითხება და მეორე სახელია პიტერი ჰა მეორე სახელია პიტერი ნუ კაი ეროვნება მაინც ბევრი შორდება მინდავს ეგ ჭკვიან მეკარეს უბრალოდ რომ განვიხილოთ და ინგლისელი უნდა იყოს პიტერი რადგან ან ამერიკელი მეკარე ვინმე გახსენდებათ ვაფშე მეტ პიტერ ტერნერი ხო შეიძლება იყოს აუ ტერნერი არ მინდა ეხა ჭკვიას ლენო გავს მე თუ გითხო რა ვიცი ბერნდ პიტერ ლენო საშინელება მოდი მე რაც არ უნდა გერმანელ 30 მილიონს შემოვდივარ რა განათლებულ ხალხს იმიტომ რომ სკოლას კარგად ავტორი განათლებული მეკარე მეც გამისტორდებოდა მაგრამ ამდენ დროს თუ ატარებს ახლა ვის უნდა 20000 61 ჯილდო რა ჯილდოზე რაღაც შვება ერთი ერთს მოუმატებ რამდენი თქვი 40 61 ინდივიდუალური 30 ვთქვი მე 35 61 ინდივიდუალური ჯილდო რა 40 აი ვერ მოიგებდა ეს ყველა 50 50 55 500-თან ახალზელანდიელი ხო რა ახალზელანდიელი მეკარე ახალზელანდიელი მეკალეო შესად გაგიგიან ერთი ერთი მეკარეც არ ვიცი ორი ბოდი რამდენია ბოლო 15 60 ძალიან ბიჭო შეუძლებელი ესეთ განათლება ამოვიდეს მეკარე რომელსაც უფრო ვიცნობ თქო რა ეს ხო არა რაში მისცეს ამდენი ჯილდო ანუ მე მაგაზე მეცდება ცუდი მეკარე თუ არის რაში დააჯერა საუკეთესო ახალგაზრდა საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე საუკეთესო მეკარე u17 u18 ეცოდინებოდა მაგარი მეკარე ვიღაცა ძალიან ცუდი. ნახევარი მილიონი რო აქვს მოგებული ვის უნდა მილიონი აბა ვინ არის მანუელ ნოიერი ჩემი რა ირა არ ნუ უკვე რაღაცები უნდა ვქნა არ ვიცი რომ მოვიგო ეს თამაში იმიტომ რომ ნოიერს სადღაც ნახევარი მილიონი სუდი მოგებული. სადღაც უწევს ბიჭო 60 მილიონად ბიჭო მოგეუბნებოდი გერმანელი ჭკვიანი ხალხია მარცხენა მცველი ნოიერზე მანუელ პიტერ ნოიერია პიტერ ნოიერი აი თუ არა ეხლა ალბათ დაგვცილის შეიძლება პეტარ რაღაცად იკითხება მაგრამ პიტერ არის ანუ პიტერ ნოიერი როგორ არ ვქნა სადმე ეს ბომბი სად არის სად ველოს ეხა აუცილებელი არ არის პირველი ბომბი აუცილებელი არ არის რომ პირველი იყოს ბომბი შეიძლება მეორე იყოს კაცო ბომბი ეგ რა ვიცი გავიგე მაგრამ მე რამდენი მეშვიდეზე ვარ არა გულისხმობ რომ მეორე ფეხბურთელი შეიძლება იყოს იმპოზიცია ცველი 6 ხო არის აუ რა მაგრამ შეიძლება იყოს მეორე უფრო სუსტი ვიდრე მეხუთე ხო გამიშინა მარცხენა მცველი რა თქმა უნდა ბომბები არის რა თქმა უნდა ბომბები არის ეგ იცოდეთ რომ ბომბები არის გავანდროს მე არ იყოს მოულოდნელობა რომ აი როგორ მოხდა ეს ეს ფეხბურთელი ეს მარცხენა მცველი აკადემიაში 10 ნომერი იყო და ნახევარდაცვაში თამაშობდა ნაკრებში ერთადერთი გოლი ესპანეთს გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილა უკვე კაია კაცო მაგარია სეზონის რამდენი სეზონი 30 30 კაცო 35 არ ვზდი 40 45 60 61 65 65 ისპანეთს გაუტანა ასაკობრივი შეიძლება იყოს ეგ გოლი რა ასაკობრივი თქმა უნდა შესაძლებელია თუმცა ამ შემთხვევაში გეტყვით რომ არ არის ასაკობრივი 65 1 70 და 70. 75-ად წაიღე თუ ბიჭო მარცხენა მცველში ვიში მიიღებს ახლა ან ბევრი ფული დაგჭირება ყარაში გადაიხადე 125 იმდენივე გადაიხდი იმაში ანუ 100 მილიონს არა უშერ გადავიხდით 2 3 რამდენი იყო ნიკო რაილია არა ნუნუ მენდეშია ანუ სუტოპები პირველები კაია ხო არა ხო ნუ მე უნდა ავფეთქდე ამბობზე ხო ვიცი ნახოთ ყვარა მყავს მარტო არა უკვე რა ფული 765 ციხე 850 ფოფხა და 875 ძალიან ბევრი ფული ის აი გიჟივით ვის მე 765 ტიმბერი კაზემირო პედრი მენდეში 75 და იყიდა არ დაუხამდა 70-ად 70-ად მაშინ გაქ ხო 70
შენც ნუიერი და აი ეს როგორ დამოვიგო არ მაგრამ ვიცი. 150 დავხარჯო. ანუ ბედზე არის და მე ხო ის რომ ბედი არ ამახავ. პირველი ცენტრალური მცველი. წინაზე მქონდა. კაი იქნება. ჩემი აზრით ისე თქვა რომ ესაა ძალიან ცუდი. ერთი ცნობილი მწვრთნელის პატარა ვერსიას ეძახიან. სოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. ყოველწლიურად. და კარიერაში 4 გოლიდან 3 იმ თამაში ნაკრებისთვის პირველი იყო. ანუ 4ჯერ გაიტანა კარიერაში გოლი და 3ჯერ ანგარიშის გამხსნელი. გამხსნელი იყო მისი გუნდისთვის, თორე შეიძლება ურა, კარგი მინიშნება. ანუ 4-ით ეგ ვინ დაითვალა? 4-ით 1 გახარ მე? და 4-ით 0. შენ დაითვალე პირადად? რა უნდა მაგიზაც 4 გოლი თვალზატანი ნახავ და ხო, მაგრამ აი მაგაზე ხომ უნდა გაამახვილო ყურა დღება. ყოჩა. იმდენ სისულელეზე მიწევს ყურადღების გამოხილვის აქ რა მაბრებს? ბოქსის გამო. რა მაბრებს იცი რომ ხო გითხრა რომ არეული იქნება, ანუ შეიძლება პირველი იყოს ცუდი. ვიღაცას უწევს ო და მაგიტო ეხლა არ ვიყიდი მე აბცოლს. ვინც აი ვიქნები ეს ნაყანუყან. ოფხასთან მიდის რო რამე. რა? რატო? ხო, იმიტომ რომ ბოლოს ციხე ვიყიდი. არავინ არ ყიდულობთ? ბიჭო, აი არ მჯერა რომ კარგი. შენ გიწევს. დიდი მცველის, დიდი მწვრთნელის სოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. პატარა ვერსიას ეძახიან. აიზერ არის ხო? არა? სემილი არის. აიზერ ერთი? პატარა ფრანცი. მიდი. 2 გამო 3 ჩემს კაი ტიპი. რადგან არავინ არ იღებთ იმის გამო რომ მათი გვარები ერთმანეთს წააგავს Little Pepis ეძახიან იოშკო გვარდიოლს. ვა, შვენიერი ვარიანტია. ცენტრალურ მცველად, ხო? 30 მილიონად წავიყვანე. აუ, ბიჭო, მგონია რომ კაზინოში ვარ და იმას ვატრია. მაგრამ არ მინდა, მაგრამ არ ვერ ვიტან მაგას. ვიღარ აი რაღაც ავტომატიზმზე რო ვარ დამოკიდებული. მეგობრებო, ფორვარდი დაგვრჩა, ფორვარდს გამოვიდან. მინიშნები ტიპო. ხოტებს ატე. ფორვარდი ვნახოთ. აუ, პირველი ფორვარდი. მინიმუმ 2 კლუბში დასამახსოვრებელი წლები გაატარა. მინიმუმ 2 კლუბში. სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი 5-ზე მეჯერ გამხდარა. სხვადასხვა ქვეყნის კი, ჩემპიონი. სხვადასხვა ქვეყნის. ცოტა პრესინგულად გითხარ. და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი მინიმუმ ერთხელ ყოფილა. ბიჭო, ძალიან რულეტკა რა. კაი, მოიცა ორი წამი რაღაც. ფორვარდი. წევსს ნაღმი არ უწევს არასდროს პირველზე? დასამახსო 2 შენ კლუბში გიწევს მინიმუმ. ფეხბურთელი რო იცოდე თუ არავინ აწია. ნუ მაშინ მინდა. ხო, 50 2 მილიონი. კლუბში დასამახსოვრებელი პერიოდი. მინიმუმ 2 კლუბში ხონია დასამახსოვრებელი პერიოდი. 5ჯერ აქვს მოგებული სხვადასხვა ქვეყნის აუ, წააგავს. და შენ ფეხბურთელს გავს. ჩემპიონატის ისეც რომ მე საუკეთესო უნდა ფეხბურთელი მინიმუმ ერთხელ გამხდარა. ალბათ შანსი რომელიმე აღარ უნდა ჩემპიონატის. გაქვს. 50 მილიონად მიდის ანდროსთან. მოიცა, რატო? იფიქრეთ, კაცო, იფიქრეთ. იფიქრო. აი ხა 60. მე აქ ვარიანტი რომ ჩემს ბაიერნში თამაშობდა ეს ტიპი. 5-ზე მეჯერ იქნებოდა მე. ყოველ წელს, მინიმუმ, რა ვიცი. ანუ შეიძლება 30-ია ჩემ. ნიკო ჯექსონი ხო არა? შენ ამბობ 55-ს. ხო. 55. სეზონის ჩემ ვილიარეალში არა გამხდარი? 60 ვთქვი მე. 60. 1 აი მე არ მგონა მასე. 2 3. კრისტიანო რა. ლუის სუარესი. აუ ჩემ. ლუის სუარესი. ვის ფიქრობდი? ბიჭო, მე კრისტიანო მეგონა, ოღონდ მართლა. იმიტომ რომ ცოტაჯერ აქვს შიდა ჩემპიონატი მოგებული. ვებერ ფეხბურთელებს რო ასახელებს. გინდა არ გინდა, მაინც მომდის თავში ეხლა დეფის სუარესი, თანამედროვე ფეხბურთელები არიან და ამით ვიმშვიდობ თავს. მე მომდის თავში, ანუ მეგრე არ გამიხარდება სუარესი, მაგით. ეხლანდელი ვიცი რომ პრაიმით აფასებ და ვიცი რომ კაზემირო სუარესი ყავს, მაგრამ ეხლანდელი კაზემირო სუარესი ყავს, იმიტომ თანამედროვე ფეხბურთელებზე. კაი, მარცხენა მცველი, მოდი მეგობრებო, მეორე, ეს ფეხბურთელია. დაიწყო. დედის გვარს ატარებს. მარცხენა დედის მცველი? მარცხენა. გვარს ატარებს. დედის გვარს. კარიერა მანჩესტერში დაიწყო, ქალაქ მანჩესტერში. და ნაკრებში გოლი არ გაუტანია ჯერჯერობით. ოფხასთან მიდის ხო ეს? აუ მე ნაღმს ვეულდები, სანამ ნაღმი არ იქნება, მე არავის ნაღმი? სანამ ნაღმი არ იქნება, მე ფულს არავის არ გადავიხდი. თუ არ მომიწევს. არ ვიცი რა შევოდები, შეიძლება ნაღმი ბოლოს იყოს. ხო რა თქმა დამშება ის ნაღმი რა, არა, აქ ეს არის მარცხენა მცველია, ხო? გუნდები ყოფთ. უნდა. მარცხენა მცველი მე მყავს თან. სიტიში აქვს დაწყებული კარიერა. ვერც ვინ ან იუნაიტედში. სიტიში აქვს დაწყებული. კი ბატონო. ნიკო ორაილია. არა მგონია. ანუ დაწყებულიო ისე თქო მე მგონი სიტის აკადემია და წავიდა სადღაც. გაუშვეს აკადემია. ნავ რიკო ლუის. მე ამაში ფულს არ ვეცი. სანამ ნაღმი არ თან ვინ იყო? შანსი არა. ვინ შეიძლება იყოს? გამოუშვით რა, ჩემთან მოდი. შენთან მოდის ალვარო კარერას. მანჩესტერში ირიცხება. აი, არა უშვს. შევთვის ეს ნაღმია. იმიტომ რომ ეხლა ნუნუ მენდეშები და ისინი უყავს და კარერას. შენი არჩევანი ანდრო. აი 30 მილიონად ინტერში ტენათან, არა 5 მილიონად ნიკო რაილი
აჰა. ან ეს ფეხბურთელი 30 მილიონად. ერთსამით. 5 მილიონად ნიკო რაილია. ხვიჩველი. ბუდუბურამში დაიბადა. სადა? ბუდუბურამში. კონორ მაგდევიდის გუნდს ხომაგობს. წლების წინ პარი სენ-ჟერმენის მოთამაშესთან ჰქონდა ურთიერთობა. სასიყვარულო. პარი სენ-ჟერმენის მოთამაშე. კი. ალფონსო დევისი იქნება. კონორ მაგდევიდი არის ჰოკეისტი, იმის კოლორადო ავალანჩი თამაშობს. ალფონსო დევისს ჰქონდა მართლა ურთიერთობა იმასთან, ეხლა გამახსენდა. ეგ არის. ბიჭო, დევისი მირჩევნია თუ არა? მაგრამ, კაი, ჩემი არ მეო, ჩემს ეგ. პრაიმ. არ დევისი არის წესით, მაგრამ დევისი მირჩევნია თუ ან ჩემი ლოგიკით ორაილი მირჩევნია, იმიტომ რომ ბიჭო, პრაიმს იღო რა, ურაილი. ალფონსო დევისი პრაიმში ჭო. მე ხო გითხარი წეგარო, თუ არის. იგი, მაგრამ ეხლა გამიხარდა. უგიდა რომ მოიგო ალფონსო დევისი აიჩიე. აი დევისი, მომეცი. ვის ირჩევ? შეყვარებულს. იმის სხვა იყოს რა. ალფონსო დევისია, კი. ეს მოთამაშე ქალთა ნუ გუნდს. პრაიმში ძალიან მაგარი იყო ალფონსო დევისი 2020-ში როცა მოიგო ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა. სწორი ლოგიკით წახვედი კონორ მაგდევიდი ეგ არის. ედმონტონ ოილერსის. მაგრამ ციხე რატო დამეხმარე? ედმონტონ ოილერს ხუდი. რა თქვია ბა? კოლორადო ავალანჩი. მე ბევრს ვიფიქრებდი და ან გავიხსენებდი იმას პეიჟე გოგონა შეყვარებული იყო თუ არა. ან ვერ გავიხსენებდი. ვიცი. მე იმით წავედი. კონორ კონორ მაგდევიდი წავედი, ან კანადელი ამერიკელი ხდა, ეტონი რობინსონს, რა ვიცი, არ მო. შემდეგი ცენტრალური მადლობა, მცველი. არა, ბიჭო, ამაზე მე მეტევ, ხა მარცხენა მცველია. შემდეგი რობერტო კარლოსი ხო არა? შემდეგი ცენტრალური მცველი. დავაი. ოლიმპიური ოქრო აქვს. საკუთარ ქვეყანაში მისი სახელით სხვა უფრო ცნობილი სპორტსმენია. გვარის სკოლის მოყვა. სახელი, იმინა სახელი. კონკრეტულად სახელი, ისეთ სახელი არ ქვია, ხო ხტები, ჯონი არ ქვია, რომ ბევრი იყოს. და ახლანდელ კლუბში 100-მდე თამაში აქვს. 100-მდე უკვე? ახალი ქვია. ეგ ციხესთან მიდის, ხო? ძალიან ბევრი ფული დაპირდა თამაშის დამთავრებას, იმიტომ რომ პანიკაში ხართ, რომ რაღაც კი, რა თქმა უნდა, ჩემს ბუნებრივი რეაქცია. 100 პლუს მატჩი. ბიჭო, მე ერთზე მაქვს. მედალი, სახელი. მაგრამ 100 პლუს მატჩი შეატარა უკვე ახალ გუნდში. კოჩა მაგდებს. ახლანდელ გუნდში. ბიჭო, მექსიკა ვიცი. ახალი არ მithkoms. ოლიმპიური ჩემპიონი. ახლანდელ გუნდში. 2012 ხო მექსიკა მოყვა. 2012 მოყვა ხო 2002-ის ოლიმპიური ჩემპიონი აღარ იქნება. ბოლო მოიგო არა, არა, ესპანეთს ესპანეთს მოიგო ფინალში ფერმინის ხუთიცა. ფერმინო ავში. ეს რა პოზიცია? ბარსი და პაუგასოლია? შეიძლება. კუბარსი გვინდა? ვა, საულციხე? ბიჭო, მაინც მე მომდის და. კაი. 30 მილიონად 30 ძალიან იაფია კუბარსი 35. 35. აუ, თან კუბარსის ეხა აქვს ის წითელი მიხებული და ხალხს ახსოვს ეს ხუდი 40. 40 მილიონი. ერთი? ბიჭო, ვიჩევნია გარანტირებულად კუბარსი მივიღო, ვიდრე მეც ეგრე 45. ოღონდ რაღაც ფასამდე. ხო და რა 70. ძალიან ბევრი ფული გაქვს შეგიძლიათ 200-ებიც იძან, ხო? ბიჭო, მე სადაც რონალდოს ვიცნობთ და იქ შევაკლავთ 400 მილიონებს თავს. 80. 80. 90? 90. ბიჭო, შენთან მოდიოდა. გარანტია არ არის რონალდო, მესი და ისინი რო იქნება, კიდევ ერთხელ ვიცი ხო, გიმეორებთ ვიცი, მაგრამ მოქმედები არიან და კუბარსი ბურთი ამომტანი მცველი. ხო, მართლა გარანტირებული 100. კუბარსი. აუ, კუბარსია მე. სიხსირო შემყავდე და დაგითო და ვიღაცა ის იყო. აი 100, კაი. კაი, ვატან. ასად კუბარსის ვატან ასად. მეგობრებო, საოცარი ვაჭრობა იყო. მართლაც შეიძლება მართლა გინდოდა, მაგრამ გაზოლი უფრო ცნობილი პაუ არის ჯერჯერობით ვიდრე კუბარსი და 110 მილიონად, ხო? ციხე. კი, და 600. კუბარსი მიდოდა, მაგრამ ეხა 150-იან ციხესთან ამ ეტაპზე ყველაზე ძვირად ძალიან ძვირად არ მიდოდა, შემეთ თან თვითონ გამოიცნო, ბიჭო. ძალიან ეგრე რო იყოს, ვის გამოიწო და მივცი. ძალიან ესტარკებით თამაშობს ციხე და უბრალოდ მერიდება, რომ ისე ვითამაშო, როგორც მილორავას და ვითამაშებდი. მაგრამ შენ ხო ხვდები, უეჭველი თუ იცი რომ კუბარსია და აი არა, მე ხვდები, კი. ტიაგო სილვა. მაგრამ მომერიდა რა, კაი, თუ გამოიცნობ ხოლმე, მოდი, უფრო სამართლიანი რო იყოს. всё, მე ჯაღარ. ხო, მე კი მეხმარები, მაგრამ ბიჭო, მე მერიდება რა. რო აგახიო შენი გამოცნობილი, იმიტომ რომ მე სანამ კუბარსიმდე მივიდოდ, ჩემ ბოლომდე არ თქვა. ეხა ხალხო და ჩემი მონება, აი, ცოტა ბოლომდე არ თქვა. აი, მართალია, შენ. всё, აი მორჩა. შემდეგი ჩამშრელი გამოვყავს. სამ სხვადასხვა კლუბში აქვს ქვეყნის პირველობა მოგებული. აღმიბოდის. სამ სხვადასხვა კლუბში აქვს ქვეყნის პირველობა მოგებული. ოკეი. 6 კლუბში უთამაშია და ყველგან აქვს გოლი გატანილი. 6 კლუბი. კი, 6 კლუბში აქვს ნათამაშები ამ ეტაპზე. და გოლი უკვე ყველგან აქვს გატანილი. უკვე რა, ყველგან აქვს გატანილი. მისი ვიკიპედიის გვერდზე 4 ფოტოა, ანუ რამოდენიმე მძელი სტატია გამოდის.
და ყველაზე ახალი არის 2018 წლით დათარიღებული. ყველაზე ახალი ფოტო. კი, ფოტო თორე, ხო. ურა საინტერესო ინფორმაცია. 18. ექვს სხვადასხვა კლუბში უთამაშია? 6. და სხვა კლუბში აქვს მოგებული ქვეყნის პირველი. კი. რავი, კაი. მიუხედავად რომ ნაღმი უწევს, მოდი 30-ია, ხო? 30 ეგ რა პოზიციაა? ჩამშლელი. ჩამშლელია. მიტიც. რამდენი? 30. 35. 40. მე მყავს ჩამშლელი. 45? 50. 50? 65. 70. 74. 80. ესეთი მაგარია 90. ბიჭო, არ ვიცი ვიდა ამის. არა 95. სოფია ნამრაბატი მოვდის. 95. მინიშნებები გაგვახსენე? სამ სხვა კლუბში აქვს ქვეყნა. ბოლო მინიშნება მახსოვს. 6 კლუბში უთამაშია და გოლია ყველგან, გოლია გატანილი. ყველა. და მახსოვს. მის ვიკიპედიის გვერდზე არის 4 ფოტო. და ბოლო არის არა, ამრაბატი არ იქნება. 95 არის, ხო? ბოდიშ ფოფ ხარა თქვი ბოლოს? 95 არის. 95 თქვი ბოლოს? სამ სხვადასხვა გუნდში მოუგია ქვეყნის 90 ვთქვათ. 90 ვთქვათ, არ ვარ. 100 მილიონი. ბიჭო, მე შუა მინიშნება ჭედავს, მაგრამ 6 კლუბში რა უთამაშია და ყველგან გოლი აქვს გატანილი. ხო. შეიძლება ის ცუდი იყოს? ხო. 1 ასე გამატანე. 2 რამდენი თქვი ბოდი? 100. 3 არა 105. კაი, კაი, ვერ 105. თუ გინდა მოასარე. არ მინდა. 105 თქვა ეხლა. ვერ მოასარე. ვინ გონიათ? კანტეს ფიქრობდი, მაგრამ გასაგებია კლუბში არ ცუდი უთამაშია. არის ეხლა რა ხალამას არ არა, ვინ გონიათ? ვის ფიქრობდი? კანტეს ფიქრობდი, მაგრამ 6+ კლუბი ვერ გავიხსენებ რო. კანტეა. მეც კანტეზე ვფიქრობ. კარგი რა. ლეა ბიჭო, 4 ფოტო. ისი სადი 2018-ის ევროზე აუ არა და მივხვდი რო კანტე. მეც კანტეზე ვფიქრობ. 600 790 ფოფხას და 735 ანდროს. ყველა სულ ფული. შენთან რა ხდება ოღონდ ახლა? ჩამშალი ხო გინდა 10 მილიონად გრამენბერხი? ოკეი. ან ეს ფეხბურთელი 30 მილიონად. ანუ თავის ფასად. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია. ლუის სუარესთან ერთად ხშირად ახსენებენ და ლუცი ნომერი აცვია. სუარეს ვის სუარესთან ერთად ხშირად ახსენე. ახსენებენ. ვის უკვე? აუ ბიჭო. ნაკრების წინააღმდეგ უთამაში. მითხარი რა. არა, ჩამშლელს უს უკბენი. ხო. კიელინის და იმას უკინა ივანოვიჩს. სუარესთან ერთად ვინ მეხი 10 მილიონად ძალიან კაი. რატო ბიჭო ფული არ არის პრობლემა. რაც არ გუჭერს ფული. ფული არ არის ბავშვი. არა მე რატო ამ მაგას ხო ხვდები რომ გამერხი 10 მილიონად ძალიან კაი. იმიტომ რომ მეორე ტიპი შემომტენა ჩემი აზრით ეხა. ლუის სუარესთან რატო ახსენებენ თორე? იმიტომ რომ ერთ გუნდში შევმენ და სანამ კარიერა. ვიცი, ორი მოიც კიდე რა მინიშნებები იყო? ლუის სუარესთან ერთად ხშირად ახსენებენ. ლუცი ნომერი აცვია კლუბში და და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია. მაინც ანუ შენ ხარით რა. არა, ვერ გეტყვით. არ საუკეთესო არის. სანამ შენ რო აირჩევ, მე ვიტყვი ჩემ ვერსიას და მე ანდროც ვიტყვი. ამას აუ ეს ტამპის არ ვინდობი. გინდა მენდა გინდა. მე რამე. ბიჭო, აირჩევ და მე ვიტყვი, ეხლა თამაშს უცეთ ხო, არ პატივი. გავაკუთრებ. ხალხს უცეთ პატივი, რომ აი ექშენ. შეთერობა გამოდის, მაგრამ ხარ წეგან თქვა ახმა მაღლა ვინც იყო და მაგაზე მე იმერე ხო თქვით რომ ესე არასწორებს თამაში, იმიტომ რომ ეს ტარგი არის და მე რო ვეღარ ვიტყვი. მიდი. მაშინ მე ვფიქრებ ცოტას. ბიჭო, მამეთ ეხლა შენ აზრს უკვე მივხვდებოდი რომელი ამერჩია. კი მე ერთ სიტყვას გეტყვი მარტო, საუკეთესო არის. რაში? ეს უკვე შენ გამოიტანა. აუ აირჩევ რა. გრამენბერხი თუ ეს? 30 მილიონი ღირს კი. და გრამენბერხი 10? კი. ეს მე და შენ სხვადასხვა გონია, ანდრო? ორივეს გათქმევინებთ. ორივეს გათქმევინებთ. ვაელი ხომ არ არის? შენ გონია? ვინა? ორაილი თუ რა თქვი? ვიდეო? არა. ის არ უთქვამს ვის მეგონია ეს კაცი. არა, საერთოდ სხვა რამე თქვა. კაი, არ ვიცი, გრამენბერხი. გრამენბერხს შეო. დიდი ლუის სუარესი და როდრი ოქროს ბურთები ლუის ესპანელი. სუარესის შემდეგ გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. საუკეთესო დღეს შეიძლება არ არის, მაგრამ ბოლო წლებში ახლა ვინ არის? 16 ლუცი. აუ ბიჭო, რანაი მიჩნევია, აი რა. რა გინდა ლუის სუარესი გითხარი და ორი ესპანელი. და ლუცი ნომერით ხა სხვა ვინ ავიდა ახსენე. მეგონა მე ლუცი ნომერი არავისი არ არა, მე ლუცმა. რა ავიდა გავაკეთე? მეგონა ბუსკეტსი, მე გამახსენდა რომ კარიერა ბუსკეტსი დაასრულა. გიფიქრე, მაგრამ მეგობრებო, ასრულებს შემდეგი ნახევარმცველი. როდრიო და შემდეგი ნახევარმცველი. რა მაგარია, როდრი და გრაუნბერგს შორ გრაუნბერგსი გავაკეთე. სტივენ სპილბერგს ამ კაცისთვის ფილმი აქვს მიძღვნილი. ვის?
სტივენ სპილბერგს. მაგარია. ერთ-ერთ კლუბში სადებიუტო გოლი ალ აინს გაუტანა. 10 ნომრიანი მაისური თამაშობს. რა პოზიცია ბოდიში? ჩემთან ნახევარმცველი. აი არ ვთქვა თუ გოლია მაგრამ 10-იანი სპილბერგი. ხო, მოკლედ სპილბერგს ამის მისთვის ფილმი აქვს მიზღვნილი. ნუ რა თქმა უნდა, აქ ხუმრობდა მართლა სპილბერგს, არა, აქ მისთვის ფილმი მიზღვნილი. ერთ-ერთ კლუბში მის სადებიუტო გოლი გაიტანა ალ აინის წინააღმდეგ. და 10 ნომრიანი მაისურით თამაშობს. ვა ვაფშე. დამოვიწყდა სპილბერგს რა ფილმები აქვს გადაღებული? საუდი პრო ლიგაში ვინ არიან ნახევარმცველები ახლა ისეთები ვიზეც ვიტყოდი რომ აი გთხოვ ჩემთან წააბოდო რაღაც. შეთან მოდის ხო ანდრო? ჩემთან მოდის? მაშინ გთხოვ ჩემთან წააბოდო. 50 მილიონად ჩემთან მოდის. იცი რა არის მაინც ჩემთან თუ მოდის? ჯობია რომ ის მოიცე რომ აწიო. და ეხო გემი ნაღდი რო ვიცი. ანუ არ ვიცი რა ნისლიანი მაშინ გზა. 2 არა ბიჭი, რუბენ ნევეში. 3. მოკლედ, ეს ამ ცუდია, ხო? ფეხბურთელისთვის ეს სადებიუტო გოლი იყო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც რიგით რაიანის გადასარჩენად რაიან შერკიმ გაიტანა გოლი ალაინის გარშემო. გებული ინფორმაცია ანდროსთვის, იმიტომ რომ შერკიზე ვარ შეყვარებული ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პრემიერ ლიგის. მე ძალიან მომწონს როგორ პანიკაში ხართ, როგორ თამაშობ და ჯერჯერობით როგორ დიდებული. ბიჭო, გადაობა იცი რა არის, აი ეს არის მინიშნება ხალხო, ტაფსონა მირეკავდა ზუსტად ამწავს და მივხვდი რომ კაი იყო. კანტე კვარანტინა, მე მომწონს ჩემი გუნდი მაგრამ ციხე საოცრება. მარცხენა ვინგერი მეგობრებო. მე აღარ ყავს. მყავს. 100 მეტი მატჩი ნაკრებში. ვაუ. მასზე ვიკიპედიის გვერდზე, მის ვიკიპედიის გვერდზე ანუ რეფერენსების ჩამონათვალში ლინკები როა გადასასვლელი. 751 ლინკია. აუ რაღაც სიგიჟეებია. ბევრია? კეთებით. და პოკერის თამაში უყვარს. ანუ მინებრივი. აი ეხა. რა ხდება? შეთან მოდის. რა თქმა უნდა პოკერის თამაშზე შევთან წამოვიდეს თუ გინდა, მაგრამ ნეიმარი არ იქნება ბიჭო. ბიჭო, თუ იქნება და ანუ შეიძლება ნიკას გონია რომ ჩვენ არ ვიცით რომ ნეიმარს თამაში რამდენი აქვს ჩატარებული ბიჭო ნაკრებში? 100 მეტი ექნება. რა თქმა უნდა 100 მეტი აქვს, იმიტომ რომ 100 მეტი გოლი აქვს ბიჭო. მარცხენა გარემარბი ხო ყავს? ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია ბრაზილიის ნაკრებში. მასე ბომბარდირი. მარცხენა გარემარბი ვიღაც შენ ყავს ხო? ანუ ყვარა ყავს შენ. რამდენი წება? შემოვედა 50 რეფერენსი ვიკიპედიაზე არის ბევრი ხო? ძალიან მე რამდენადაც მახსოვს ძალიან ეს ნეიმარი არ იყოს, მაშინ ანუ, ხო ჩარლი კალიბრი ნეიმარის აშკარად, მიმბაძო. პოკერის ასულთან ნეიმარი აშკარად და ბევრი მაინც გადაიხადეთ. პარტნიორები არ მომიშალოს. 50. 50 მილიონი ნეიმარი არ გაატარო გეხვი. ბიჭო მემარტივება ესებუასგან პოკერის თამაში აი რო იყოს მე გეთანხმები. ჩემსაც ძალიან მარტივია, მაგრამ 50-ად ნახე რა გაიყარა რომ არ ცოდროდა რომ ჩვენ ყველა ვიცით სამყარო მოცხოვოთ. აი შეიძლება ფეხბურთი არ უყვარს ამას დიდად. მერე რა. და ბოლო რა იყო 10-იანი. ფეხბურთელს თუ მე? შენ რა თქმა უნდა 10-იანი აცვია? 10-იანი აცვია რა შუაშია. ეგ არ იყო. 100 თამაში. 10-იანი აცვია. არა, რები იყო. სანტოსში არის და ბურძე და 100 მეტი მატჩი ნაკრებში, ვიკიპედიაზე 751 ლინკი და პოკერის თამაში უყვარს. 50-ად არ გაატარო ხო მაინც 60. რავი 80 მოდი. ნეიმარია ბიჭო ანუ ბიჭო, აი მე არ სანდრო, მგონია რო არ იყოს მერე? და ვინ იყოს ბიჭო ესეთი მაგარი რომ 100 მეტი მატჩი უკვე кай ფეხბურთელია ძალიან 100 მეტი მატჩი იქნებ- რავი, ავსტრალიელი რო იყოს ვიღაც. ტიმ კეჰილი რაღაც. ტიმ კეჰილ 751 ლინკი ექნება და შეიძლება გაკეთებული აქვს ვიღაცა ყავს რა? ნაცემი ქუჩაში. რამდენჯერ სამი. აი 100 თქვი ფოფხა და გატანა. 100-დან შენ რამდენი თქვი? შენ თქვი ბოლო 80, მაგრამ 90 და 100 თქვი. 95. არა, კაი ხო რავი 100. არ ვიცი რამდენად არ მინდა რა, არ არის ნეიმარი. მეც ეგრე მგონია რომ არ არის. ნეიმარი 2 ნეიმარი 3 აი ამისთვის ეს მიყვარს ამ თამაში რომ უკვე არ არის. არაფერს აღარ გჯერათ. ნეიმარი. უკვე რა თქმა უნდა ნეიმარი ნეიმარია, ნეიმარი არის. 751 ლინკი ხალხო იცი რა. ეგე მარა ექნება მსოფლიოში ალბათ 10 ფეხბურთელს. შეიძლება არ ქონდეს არც ხო, არც. 751 ლინკი. მოქმედს არ ექნებაც აუ ნეიმარი ანუ ჰარი მაგუაიერს შეიძლება 97 700-მდე ლინკი კონდეს მართლა. ერთი რაღაცა დებილური სკანდალი. ნუ ყველაფერი ვიკიპედიაზე პოკერზე არ იცოდები ბიჭო, აი ვეღარ გავიგე ამისი რა. ეგ არის, ეხა თუ გაიგე, მე სულ კარგად ითამაშებ. ეგრე სად არის? ვერასოდეს ვერ გაიგებს. ვა, ოლისე ნეიმარი ფლანგი. არა, შენ არა. მესი მჭირდება რომ მოვიდე ეხა ცუდი არჩევანი არ გაქვს. შენ რას დაგჭირ? სონი 10 მილიონად თუ 30 მილიონად ეს ფეხბურთელი.
კონტროვერსიული ფიგურაა. აი ეხა კონტროვერსია. ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ 4 ჯერ მოხვდა, რომელ ჩემპიონატშიც თამაშობს. და U15-სა და U17-ში, ანუ 15 წლამდელთა და 17 წლამდელთა კონტინენტის პირველობის გამარჯვებულია. არაფერს არ მეუბნება, არც ერთი არ მაგრამ ჩემი აზრით ვინისიუსი. 15. კონტროვერსიული ხო რა. კონტროვერსიული რა თქმა უნდა. სონი და ვინისიუსი. სონი კონტროვერსიული მაინც არის. რომელი გინდა? თონი კაია. სონი და ვინისიუსი. რომელი გინდა? მაინც მესამე იქნება ჩემი აზრით ჩვენ ვინგერები. რა თქმა უნდა არ ვადასტურებ და არც უარყოფ. ლეგასით არა ალბათ, იმიტომ რომ ახლა ვინისიუსი თუ არის ლიგა იქნება მოგებული და ფინალებში გატანილი. ვინისიუსი თუ არის ჩემი აზრით გირჩევნია რომ არ ყავდეს გუნდში, იმიტომ რომ არავის არ ევასება. ნუ არავის რა, ბევრ ადამიანს არ ევასება მაინც. გერჩენა სონი კიდე სონი უფრო სტრატეგიულად სწორი. სტრატეგიულად სონია, სონი, მაგრამ ლეგასით თუ ვინისიუსია მეორე. სონი. სონი. მეორე ვინისიუსი იყო. აღარ შემიძლია რაც ავიჭრისო წავაგე. აი წარმოიდგინე ყველაფერს იცნობთ ბიჭო და რა გში? ბიჭო აი სად არის აკაკად ის მიყვება. ზაღლისთავები სად არის? სადღაც. ანდროსთან სადღაც. ანუ ვიცნობთ ეხა, იმიტომ სადღაც, რომ მაგრამ საერთო ანდრო. ძალებით შვებით, იმიტომ რომ მე ვარ მაგნიტი. ზაღლის თავების მაგნიტი ვარ. რას კიდე ბიჭო კანტე დევისი. ხო მაგრამ ბევრი ყავს შესავსები. ბევრი მყავს შესავსები და ის ზაღლები მიჩნდეთ ზაღლის. ორი ძაღლი მე ყველა ძაღლის თავი შემდეგ ჩემთანაა მცველი. ჯერჯერობით. მინდა ზაღლის კარერას და გრავენბერგი გრავენბერგი როდრი უნდა ზაღლის თავია? მყოლოდა. როდრი უნდა მყოლოდა პრაიმ. გრავენბერგთან გითხრათ. აი გერე გაყვე ხა იმას აი ნეიმარ. მე ვერ იქნებოდა ზაღლის. ნეიმარ იმას ვერ ეყოლებოდა, ყვარაყავდა. ეგობრებო, შემდეგი მცველე. სოფლიო ჩემპიონატზე ცენტრალური ბოდიში. ცენტრალური. სოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება. დედაქალაქში დაიბადა. კარიერა საფეხბურთო კლუბ სალიტაში დაიწყო. ბამბოლა. სალიტა რაღაც გოგოს სახელს გავს. ნუ საფეხბურთო კლუბსაც ქვია. და ჯალუკა პელეგრინი. ბამბოლა. სოფლიოზე არის კიდე და ბამბოლა. ვის არ მიდის ეს? შენთან. ციხეს პოპხასთან. არა მე აუ ამას ქენით რა. სალიტა რა არის? კაი. რაღაცა ლათინო სამხრეთ ამერიკული. ხოხოს რა დომდის. იყვანა ბოლოს. დედაქალაქში დაბადებული არის ეს ცენტრალური მცველი. სოფლიოზე არ იქნება. სალიტა ანუ რაღაცა ლათინო არა, უფრო ვიდრე იტალია. იტალიას გავს? იტალიას გავა. იტალიას რატო? სალენიტანა თუა, სალიტაც მაგრამ რაღაც. ის სალიტა რაღაცა. იორაოს გავა. სამხრეთ ამერიკიდან მაგალითის ხობე ყველა იტალიური ქალაქი და იტალიელი ფეხბურთელი. რას ამბობ? დაბადების სამხრეთ ამერიკიდან რომელი გუნდი არა ამ სოფლიოზე? სამხრეთ ამერიკას შეეშვია. ვიღაცა ხო არის? კაი, ეს ეხლა რა? შენთან მოდის პოპხა. მეცაი. რა სვიზამ. 1, 2 და 3. მოიცა აბა თუ გამოვიდა. ჯალუკა მანჩინი. აი არა. არა. აბა. ეს უაგადუგუში დაბადებული ედმონ ტაპსოპა. კამერუნელი? ტაპსოპა. ტაპსოპა ხო? აპსობა. ტაპსოპა. აი ტაპსონას აბსობა. რასაც ეძახიან არც თუ ის ტაპსონას პაკი, იმიტომ რომ არიციან სწორად. ის რო არის იგი კაპსონ. კაპსონა დაუძახეს ბიჭო. 30 წავიღე? კი, კი. ედმონ ტაპსონა. ვა, კარგია. ნეიმარი და ტაპსობა. კარერასი ტაპსობა. უდა დაცვა. კარიერაში გვარდია. ტაპსონა იოშკო გვარდიოლი. მოიერი წყავს სამწუხაროდ. ვა, ხირფლებს აუცდით რა კაია. ზედიზედ გააკეთებს თუ აუ იმე გონია რომ იმას თამაშობ. ბიჭო ეს Microsoft-ში როა ჩაწერილი თვითონ ბომბები აი. ცენტრალური ნახევარმცველი. ვაგადაგადუ. ვარაგარადო. ცენტრალურ ნახევარმცველი შემტევი. სამი მინიშნება. პირველი მინიშნება. გადამწყვეტი ფაქტორი. ცენტრალური ეს მინიშნება? კი. მეორე მინიშნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. გასაუს? 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. 20 წლამდელების? არა, 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის, რომელიც დაიწყება ივნისში, იმის საუკეთესო ფეხბურთელი. დამიჯერეთ, მენდეთ. კარგი. და 2020-იანების დეკადის სიმბოლური გუნდის წევრი. ამაშიც მენდეთ. რო ეს ვისი აზრით? შენი? ჩემი აზრით არა, ესეა. ესეა. მე არ ვიგონებ, ესე იქნება. მე უბრალოდ მომავალი მაქვს ნანახი. მოიცა? აი ეს ძალიან საინტერესო ფიგურა. გადამწყვეტი ფაქტორი. გადამწყვეტი ფაქტორი. მეორე 2026 წლის, ანუ აწირო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, იმ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი არის. გახდება. არის უпростоრეთ გამხდარი. სინგულარობაში დროს ერთიანად აღვიქვავ და ვიცი რომ უკვე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ვაუ. და 2020-იანი წლების, ანუ ამ დეკადის სიმბოლური გუნდის წევრია. ესეც ვიცი. მომეც. ბიჭო, ანუ ისე ფუთავ, რომ აი სურო ძალიან ცუდი ფეხბურთელი არა, იყოს. მომწონს. მინდა რომ ჩემ გუნდში. იყო. ხო, რა ეს საინტერესო ფიგურაა. 50 მილიონი. 50 50 მილიონს ამ საინტერესო ფიგურის.
თვის. ბიჭო Wheels რომელი ნახევარმცველი ახსენებთ Wheel არანაირი შუაში არა თარგმანი იცოდეთ. არანაირი შუაში. ფაქტორთანაც არაფერი. გადამწყვეტი ფაქტორია ეს კაცი. გეუბნებით რომ არის გადამწყვეტი ფაქტორი. ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი. ნანახი მაქვს რომ გადამწყვეტი ფაქტორია. 50 მილიონი. აი მომავლის რაღაცას გააკაია 70. 70. ეს არის სამ ნახევარმცველის შემტევი. კი. ერთ-ერთი რა, შემტევი ნახევარმცველი. ამ კლოუნადაში ჩავერთვები მე. 75. 80. 85. 85. და 10 და დაჟე მინდა რომ ვიღაცა აბსურდი იყოს. 95. 100. 100. წაიყვანოს. Will Smallbone გთხოვ ვინ არა, იგი. მეგობრებო Bruno ეს Fernandes. ვინ? Bruno Fernandes. არა, ეს არის ადამიანი, ცუდი რომელიც ვინმე. გადაწყვეტს ბრაზილიის მომავალს ბრუნო გიმარაესი, მეგობრებო. ეს ნიკა ესებუა საყვარელი. ავაი. კაია, მაგრამ რავენბერგი გიმარაეს. შენი ხათი წავიყვანე ეს. ამჟამინდელი პრემიერ ლიგის საუკეთესო გულს რო ვაკეთებთ, საკმაოდ სოლიდური იქნება, თუმცა როცა კანტე მყავს მე და ციხეს ასები 100 მილიონად წაიყვანე, ხო? 100 მილიონი წაიყვანა. აი მაგსოვრით ბრუნო გიმარაესი, მე ნანახი შემდეგ მაქვს. გაგხსენებოდა. ნანახი მაქვს. აწყობს. სახეზე მაინცნობდი ბრუნო გიმარაესი. თანახმოვანს. უერთნობს, ხო? არა, ცნობ. ბრაზილიელებს ცნობ სახეზე. ეხა ესეთ ვიძერ შემოვიდეს, როგორც ჩვენი ძმა შემოვიდა, იცნო? ფორმაში რო არა, ანუ აი ეს. იუკასლის კაი. ფორმა. მარჯვენა ვინგერი. შემდეგი მარჯვენა ვინგერი. მარჯვენა 100-ზე მეტი თამაში აქვს კლუბში. ეს უკვე კარგია. 20-ზე მეტი ინდივიდუალური ჯილდოს ფლობელია. 20-ზე მეტი ინდივიდუალური ჯილდო. და ვიკიპედიაზე მისი ხელმოწერა, აი ხელმოწერები რო არის, ხო, ვიკიპედიაზე, ჩემთვის ჩაძინებულ ადამიანს გავს. აი ესე რო იყოს რა ადამიანი. თავი გადაწევა. უკან გადაწევა. აი, ჩემთვის. მაგრამ 50 მილიონი მიღის ამ კაცში. 50 მილიონად მიყავს ანდრეს. ბიჭო მე და შენ ვართ ხო მე ის მაქვს რომ მე 3-ზე მეწოდინება ვინ არის? და აი ეგ მაქვს რა პლუსი, მაგრამ ის არ იყოს თქო ვინმე დიდი. მოდი 30 თუ 45. მაგრამ ესე კაი შემოთავაზე რატომ მითხარი ხა უკვე მე მაგ უპირატესობა რომ ის შემოთავაზე. არა, ეხა შენ უნდა თქვა იგი. ვინმე არ იყოს საშინელება თქო ეგეც არის. საშინელებას არ გთავაზობს და ხე გრავენბერგი შემოგთავაზა წინაზე და იმის წინაზე შემოგთავაზა ურაილი მშვენიერი ფეხბურთელი და. აი 70. ოკეი. საშინელება დატოვებული აქვს ჩემ ეზრით. ბიჭო მესი არ იყოს სადმე. ასებედი. აუ მესი ბოლოში იყავს ხოლმე ამას. აუ მიდი. 1 მესი ვაფშე არ იქნება. 2 აი არის. 3 ლამინი ამალე 70 მილიონად ხო? შენ კი იამალი და ყვარა მყავს. და შერკი. სასწაული გუნდი მყავს. ხდება აბსოლუტურად ჩემი გუნდის ფანი იქნება. შენ ციხე რა თქმა უნდა. არ ვიცი ნეიმარი 10 მილიონად იამალი საკა ყვარა შენ. უკაიო საკა 10 მილიონად პრაიმ საკასი. და პრაიმი თუ ეს ფეხბურთელი მედია რა. პირველად ნაკრების მაისური 15 წლის ასაკში მოირგო, ოღონდ ასაკობრივი ნაკრები იყო რა. აუ მესი არ იყოს. ხო და აი ყველას და შანსი მექნება. ხო მესი არ იყოს. მატია სუარესზე კარგის მეტი არაფერი უთქვამს. მატია მატია სუარეს. სუარესზე თუ მახსოვს? მარიო და სუარეს. 5 ფუტი და 10 ინჩია მისი სიმაღლე. 5 ფუტი და 10 ინჩი. შენ იცი ამერიკული არ ვიცი, ის არ ვიცი, რა ქვია, საზომი ერთეულები. კიდე კაი. ან 2K-ში ყალბურთელს რო ქმნი point guard-ზე 5.10-ის ქვემოთ საკმაოდ მაღალი ფეხბურთელია რა, მე მგონი. ეჭვი მაქვს. მეტრი 80-ზე მაღალია. წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი აზრით. შესაძლებელია. მე ვამბობ რომ ოღონ არა არ ნახოს რა. არა, სიმაღლეს ნახო. რა გინდა მე მყავს მაინც ეგ ფეხბურთელი. ციხეს არ უთხრა, იმიტომ რომ ძალიან დაეხმარა. საკანი? სიმაღლეები ეცოდინებ. 5 და 10? აუ რამღამე იქნება ხო, ახლა. არ მეტი და 79 თუ იქნება. ტიპი რაც სუდი ადამიანია. არა, ბიჭო. ნეიმარზე, ანუ თქვა რომ ნეიმარი არისო, რომ დაგვეხოთ საერთმანი. იმიტომ რომ მე ვეღარ ამყავდა. მე უბრალოდ გეტყვით რომ ძალიან ავწდი სანტიმეტრებში ყველაფერს. ხო და მოსვამობ. შეიძლება 2 მეტრზე ზემოთ ვამბობ. საკა? თუ ეს ეგრე ვიცი, ყალბურთელების სიმაღლეებში. საკა თუ ეს ფეხბურთელი? ბიჭო, საკა იმდენად უკვე დაბლა ჩვენთან ეგ ფეხბურთელი უეჭველი. ჩამოსული. ეგ ფეხბურთელი უეჭველი. რო ის არის რა ქვია. ხო არ პრაიმ საკა როგორ შევასახო ხალხს, თორე კაი იყო პრაიმ საკა. მართალია, ჩემაზეც საკას ვერავის არ შეაქვს. კარგი იყო საკა, თუმცა არც ოლის ეჯობდა პრაიმში. ბოდიში ხარ, რავი, ნუგო შარაძეს მიმართავ. იამალი ხო ჯობია საკას შიგრულად მითხარ. პრაიმ საკასაც და ოლის ეჯობია. კაი გავერთოთ რა, მე უკვე ავიჭერი და ეგა. მესია ხო? მასტანტუანო. Yes, ტაფსონას მოგონილი ფეხბურთელი. ტაფსონას მოგონილი ფეხბურთელი. მასტანტონო მეტრი და 55-ია სიმაღლეში? არა 50. რა 45. არა 5 და 10 არის მეტრი და 55-ია. რაღაცა ვერ დათვალე.
მე რა დავთვალე დაუგუგლე. არ გეწყინოს. 5 10 feet. ბასტანტუ ბიჭო. cm 155 სანტიმეტრს მიგდა. მე არ ვიცი ფრანკო ბასტანტუ მომავალში რა 5 ფუტი 10 ინჩი. ჯერჯერობით საკაცჯობია რა თქმა უნდა. და რავი, ვინ არ ჯობია. მაგრამ წინა აქ ან არის სარგებელი არ მოაქვს. ბურთს რო იღებს ვიცი რა. ან 10 წლის მერე დავსვდეთ და ეს გავია. 10 წლის მერე შეიძლება ყოველთვის. რევაიზი გავაკეთოთ. კი ბატონო, მეკარე მეგობრებო, ციხი აიწია პირველ ბომბზე? ნოიერის ბომბზე მე ვარ. ამას ხო. მეორე მეკარე. მამამისის ფეხბურთელი იყო? მეკარეა? კი. ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი მინიმუმ ერთხელ გამختარა და თავის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელი ქვია. ძალიან ვისთან მიდის? ჩემი ისევ ძალიან მიყვარს. შენთან მოდის? მარტივი. ჩემი ხო იცი. თუ ჩემთან მოდის, მაგრამ შევეგებოთ. 30 მილიონი. ბოლო ესეთ პოპულარული? საოცარი ტიპი არის ხო უჭველი ადროსთან ბიჭო ეგ ძალიან მარტივი. ნაღმიანი რონალდო მოდის. ფიქრობ? გასპერს მეიხელი მარტივია, ხო. კასპერი მომენტში ხშირი სახელია. პლუს 1 35. 35 მილიონი. აი უკვე ამ გებლიქში მე აღარ შევდი ვარ და მე მყავს ალუიჯი დონარუმა. მეკარე. 1 2 და 3 გიორგი მამარდაშვილი 35 კარგი მეკარეა ჩვენი ერთი. მაგრამ ამას ნოიერი ყავს უბრალოდ და ეგ თემა არის მამართ. და ეგრე მამართა მე ყვარაზე და ნეიმარს. ვინ იცის იქნებ კარიერის ბოლოს? ანდრო შენთან შეიცვალოს უცოლ. შევალიე 5 მილიონად თუ ეს ფეხბურთელი. აუ ეს. შევალიე ნაკრებში 50-ზე მეტი თამაში აქვს. რამდენი? 50-ზე მეტი თამაში აქვს ნაკრებში. აუთკასტი უყვარს. და ფეხით კარგად თამაშის გამო ცნელები აფასებენ. ნუ ესე ჩამყურამდე ესეა მოსული. აუთკასტის იმას მეცა? რობერტ სანჩეს რო უყარეს ხა აუთკასტი მაგრად გამიტკდება რა. თორე შევალიეს ვინ არ უნდა მერჩიოს. აუთკასტი უყვარს პირდაპირ მნიშვნელობით, არა. კაი. რამე აუთკასტი აი. პირდაპირ მნიშვნელობით არ არის? ანუ მართლა არ ვიცი აუთკასტი უყვარს თუ არა, მე რა ვიცი. აუ იქნებ ინტერვიუში თქვა ასე. არა, წარმოდგენა არ მაქვს. წარმოდგენა არ მაქვს. მიდი შევალე საშინელება. მოიცა. საშინელება რა, ნუ სკამის მეკარე. ჰე, უფრო ცუდი ვიდე ჩვენ სამში. დირ ბიჭო შევალიაზე უარესი შეიძლება იყოს, ხო? შევალია ხელით მეკარეს. თქვენ არ ამბობდით ფრანგები რომ. მე გეუბნები საფრანგეთის ნაკრების მომავალი მე არ ვიცი. კიპერია. მომავალი არის ხო ამბობდი იმიტომ რომ წავა ეს არის. სიმპათიური მაინც ვიცირჩა. შევალიე ბიჭო? აი ვიღაცა ეხა ვიღაცა ისეთი ამბობდი შეიძლება რომ თლიანი ატმოსფერო გამინადგუროს, ხო? შევალიეზე მეტად გაგინადგუროს ვინმე რამე პარი სენ-ჟერმენის მე მოდის ხო ნაღმი გინდა რომ მოვიდეს და პირველი ის რომ მოისმინო. ვერ გეტყვი. კანტრომი. კიდე ხო? ეგრე ოღონ არ ვიცი სანტრომი გექნება თუ არა ფეხბურთაზე. არ ვიცი შენ როგორ უყურებ მას. ანუ შენ თუ არ იცი უკვე. არ ვიცი. მე წარმოვიდგინე მომწონს. აუთკასტი რატო? აუთკასტი ანუ რამე სიმღერა აქვს ისეთი რომ ამის სახელია შესაძლებელია შეიძლება ტიპის გამო აუთკასტის ტიპის გამო. მოიყვანე. მე ჩეხია? აუთკასტში არიან ბიგ ბოი და ანდრე. ონანა. ანდრე ონანა. ეს ვითომ გამიხარდა ხო? ფეხი თამაში. მითი. ბიჭო ანუ შევალიე ონანა ერთი. აი რავი ხო ესეც გაიცენებ რომ ინტერში მაგარი იყო. პრაიმონანა ბიჭო. უკაცრავად ნიკა. აუ სად გადაფუძა? ძალიან დიდი ბოდიში. მოგეწონება თუ არა. პრაიმონანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერი გაგიჟდა რომ რავი ჩემი იყოს რაღაცა. ფეხით არიგებდა იქით რაღაცა. რამდენიმე ისეთ ფეხბურთელი მყავს რომ სიტყვა პრაიმი არ მიესადაგება ვაფშე. აბა. ედმონ ტაფსოვას პრაიმი სადღაც. აი ეგ მასთან. შენდაგი მცველი, ცენტრალური. ალანი და ანდრეც შეგიძლიათ უწოდოთ. ალანი და ანდრეც შეგიძლიათ უწოდოთ. კონტინენტის პირველობის სიმბოლური გუნდის წევრი ყოფილა და 24 მარტს დაიბადა. აქ ხო თარიღზე ხო გამოიცნო ვიღაცა. შენთან მოდის. ზოდიაკოთი ბოლოთამ გამოიცნა ხო მე მგონი? ზოდიაკოთი გამოიცნა. არ მახსოვს ხო. დაბადების თარიღზე ის ზოდიაკოთი რაღაცა არის ლომიარიო თუ რა. შენთან მოდის თუ რა. ვერა. აიყვან. ალანი და ანდრე შეგიძლიათ უწოდოთ. მე არა მე მყავს ორივე ცენტრალური მწვერვალი. ანუ ამ დრო წვეთს 30-ად წამოვიდეს მაშინ, ხო, რა ვიცი. მიზრდი? 35 მეტად ხა, მაგრამ არ მინდა და ამ ფეხბურთელს აყვანა რატომაც. გაატანე ციხე. არ მინდა რა წაიყვანს. პროსტა ვამბობ, წარმოდგინე. აი 40-ში, და წავიღო. წაიყვან. კაი, სალიბა 40-ად წავიდა. კარგია. არ მე ჩემი მიზეზი მქონდა რატომაც არ მინდა. 500 ანუ შენ დაგჭა ანდრო ეს ორივე ცენტრალური მცველი, ხო? დავიწყოთ.
ერთი არის გთავაზობ ჯარელ კვანსას 5 მილიონად და ეს ფეხბურთელი არის ზემოთ. შო ისეთები არის. აი ამაში შევყავი ხალხო თავს. არა. ამაში შევყავი. ორივე არ იქნება. ნახოთ. იცი რა არის? ორივე არის. ნახე ამაში, არა ერთი მაინც. რა მეტი რა შეტაფსობა. თავაზა 5 მილიონად გრავენბერხი და ან გრავენბერხი არისა და მანდი იყო რო ის რო. აი იქნებ გრავენბერხი დაიტოვოსო და. კვაზას თუ გთავაზობს. ესე ის უნდა ირჩიო რო აფეთქდნენ აღს. გამოუშვება ჩემი ნაღმი. ნახოთ. პროფესიონალური კარიერა ავსტრიაში დაიწყო. აჰა. ერთხელ არაბმა კომენტატორმა ჰარი მაგუაიერ შეადარა. უპამაგუაია. აუ ეგა. ანუ ვიცი და ვის ირჩევ. უპამეკანო ჯობია. უპამეკან როგორ არ ჯობია ხა იმას ვინაა კვანსა. უპამაგუაია. ერთი უპამეკანო ძალიან კაი ფეხბურთელია, არა უშავს ეს ხანდახან რომ უვარდება თითო თამაში. ბიჭო, მნიშვნელოვანი თამაში. თამაში რომელსაც ყველა უყურე. თორე. უპამეკანო არის საუკეთესო მცველი ისე თამაშებში, რომელსაც არ უყურე. და მეორე არჩევანი, ლენორმანი 10 მილიონად. და ხა აქაც მეორე უნდა ავირჩიო და ამჯერად მაგუაიერი მეყოლება, ხო? მინდი? ნახოთ. ერთი ქვეყნის ჩემპიონი 10 ჯერ გამხდარა. მაგუაიერი ვერ მეყოლება? საკონტინენტო პირველობის ტრიუმფატორია და სადღაც ვიღაც კორეათი მიმართავს. კორეათი მიმართავს? კიელი ბონუჩიდან არა იგი მოქმედები არ არის ამბოთში. მოიძე იცი რა მაინტერესებს? 10 ჯერ გახდა ერთი ქვეყნის ჩემპიონი, ერთი კონკრეტული. იმენა ერთი კონკრეტული ქვეყნის ჩემპიონი. გერმანია. ეგეთი ხო არავინ არ ვიცი მე. იმიტომ რომ ვინ უნდა გამხდარიყო? ბაიერნის ისა? ბაიერნი, ხო. და ეგეთი ვიყავს. ზულე. ბიჭო, რაღაც რა ხდება? იქ რა ვარ. მე მკიდია, ანუ მე მეუნება, მაგრამ რაც მინდა მაინც, მე მყავს რა. ვინ მყავდა ის მეორე? ლენორმანი. ლენორმანი არა, ცუდი მცველი ესე ლენორმანი. არც ის არ იქნება. 10 ჯერ არის მარკინიოსი. დიდი განსხვავება არ იქნება. ჯობია. საფრანგეთის ჩემპიონი. ადი რა გთხოვს. ჯიგარი. მარკინიოსის გვარი არის მეგობრებო კორეა. ნამდვილი გვარი რა. ცოტა ცხენის მსგავს ადრო შეიძლება რა არ არის ეგეთი. არა, ვეღარ მოვიგებაც. ბიჭო, რა, გაჩნია მე ვინ ამომი. ყველასთან არის. მეორე ნახევარმცველად. არა, იმენა საშინელებაში შევყავი თავი, იმიტომ რომ 24 მარტს დაბადებული ფეხბურთელი არ მინდა რომ წამოვალ. კაი, ვინ იყო ეგ? სალიბა. არ სალიბა კი არა, ანუ სალი. უი, მარჯვენა მცველი დაგვრჩენია, მეგობრებო, ბოდიში. მარჯვენა მცველი. არ მინდა ეგ. მადრიდში დაიბადა ეს ფეხბურთელი. ხო. ნაკრებში 10-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, მარჯვენა მცველზე აქვს საუბარი და სერია სიმბოლური გუნდის წევრი ყოფილა. ამას მაინც წავიღო. რას 30. მადრიდში დაბადებული, აი. ნაკრებში აქვს 10-ზე მეტი გოლი და სერია სიმბოლური გუნდის წევრი ყოფილა. 30. 30. მარჯვენა მცველი ვის ყავთ? მე არ მყავს, მე და შემჭიდაობთ. სერიას კაც მაინც წავიღო. 30 1 35. 35. 45. 90. კიდია. ფული ამდენი გაქვს? არ ვიცი. ფული აქვს 555, ძალიან ბევრი გაქვთ ყველას კაც. მე ზუსტად ეგრე მაქვს, 550. აი ეს გამანდანი სერიას კაც. რატო? მე დაიყვანე. მე ხო იცი მე რა მჩება? რა გჭირ? ორი არჩევანი გრჩება ეგა. იქ აღარ შემიყვანო, ხო აი დერები მაქვს. მან და არ ვიყავი მე იქ თვითონ. ნახე მე კარიერას და ტაფსობა მყავს, მეც კაიცოდო ვარ. და ნახევარდაცვაში ბრუნო გიმარაესი, გრავენბერგი როცა ხალხს ბუნო გიმარაესი, ხალხო მომავალია. არა, მე გეთახმები, მაგრამ ანტესთან და შედარებით პროსტა. კანტეს ბევრად. ამდენი გადაიხადე? 100 გადაიხადე და წაიყვანე. 100. მიდი გაი. იმიტომ რომ იცის ვინც არის. ვიცი ხო და რახან იცის დავუთმობ ვი, მაგით. რა თქმა უნდა. აშრაფაკი. რა თქმა უნდა. წაიხ. თუ იცოდი რაღაცა ტარ. არა, ანუ მე არ მაშინ არ ვიცოდი. იცოდი. რახან გამოიცნო პატიოსნად გავატანე. ხა მაშინ კი. სერიას მეგონა შენ ამანაც იყო, იცოდი. მადრიდში დაიბადა. შენი არჩევანი არის 10 მილიონად ნუსაირ მაზრავი დავიწყეთ სიტყვა. ან 30 მილიონად ეს ფეხბურთელი. ორ ტოპ ჩემპიონატში უთამაშია. ორ ტოპ კი, ჩემპიონატში. სხვაგან შეიძლება უთამაშია, მაგრამ ორ ტოპ ჩემპიონატში უთამაშია. ამ სეზონში ორნომრიანი მაისურით ასპარეზობს. ამ სეზონში. და ნაკრებში ბოლო გოლი ხორვატიას გაუტანა. იმედ გაჩუმდი გთხოვ რა ხალხო იმედა მყავს და საშინელი რჩევა მომცა წინაზე აი აღარ მინდა რომ გავიხედო იქით. ორი ტოპ მაზრავიზე ცუდი ვინ უნდა იყოს ეს. იმედ მაგის გამო დრაფტში გიპასუხებ ხალხო. ორ ტოპ ჩემპიონატში ნომერი, კაი, ნომერი არაფერს არ მაძლევს და ხორვატიასთან გაიტანა ბოლო გოლის. შეიძლება გაიტანა ხორვატიასთან ბოლო გოლი ვინ? კაი, წარმოდგენაც არ მაქვს ვინ არის, მაგრამ მაზრავიზე ცუდი არ ვიცი რამდენად შეიძლება იყოს. მე მაგას ვირჩევ. დალო, დიოგო დალო. აუ, ჩემი. მან მასტერი მოდიოდა შენ ერთი ამ. ანუ სიკეთე გააკეთე ამის მე რა, ანუ პროსტა აბსოლუტურად ხვილა. მე არ დაგს ადამიანმა იმენა
რა უნდა ერთია რომ მოგებია სიტუაციაში რომელში ხარ აი ერთი ამის დალოგი ცენტრალური ნახევარმცველი. ვის არ ყავთ? მე არა, ყველას გჭირდება. სამი გჭირდება. ყველას გჭირდება. აი სოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. დასიხარულოა. მისი ნაკრები კი არა, ეს ფეხბურთელი. 10-ზე მეტი, თუმცა შეიძლება მისი ნაკრებიც. 10-ზე მეტი გოლი ნაკრებში. და თავის დროზე არჩევანი ორ ნაკრებს შორის ქონდა გასაკეთებელი. ანუ დაახლოებით ხვდები როგორი ფეხბურთელი. რა პოზიცია? ცენტრალური ნახევარმცველი. სოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ალექსანდრ პავლოვიჩ. 10-ზე მეტი გოლი აქვს ნაკრებში და არჩევანი ორ ნაკრებს შორის უნდა გაეკეთებინა. ვის შენთან მოდის რო იცოდი. ჩემთან მოდის? მაშინ მე ვეგებები ხო იცი? 50 კი არა 50 მილიონად. მე ციხეს ტაქტიკას 1 2 და 3 სკოტ მაკტომინეი. სკოტ მაკტომინე. ეხა რომ მაკტომინეი ამიყვანა ნახევარდაცვაში. მაკტომინეის ნაირი ტიპაჟი მჭირდებოდა გუნდში, მაგრამ მაკტომინე ამ გუნდის მე ვერაფერს ვერ მოვიგებ. თუ არა მომივიდა ცენტრ ფორვარდად ის კაცი. სი გადამარჩინოს. კлау შემდეგი ცენტრალური ნახევარმცველი. სიმ უნდა გადამარჩინოს რა. თავისი ქვეყნიდან მეორეა, რომელსაც ელ კლასიკოში გოლი გაუტანია. ამ ქვეყნის წარმომადგენლებში არის მეორე, ვისაც ელ კლასიკოში გოლი აქვს გატანილი. ერთ ფეხბურთელს სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდა და მესამე ბრაზილია და ინგლისის წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი. მე ვიცი ვიც არის. ბრაზილია და ინგლისი 150 მილიონი. რა გინდა გაჩერდი? შენ ციცი? მე მგონი ვიცი. აბა ციხეს არ ზოინდება? ხო და რატო ვაგამატე? გეულებით რომ იაფად არ წაიოჩ. სუ ამაშოვა ბიჭო, უნდა რომ თვითონ ყიდლოს. აუ შეცდომა დაუშვი. რაზე? სწორია, შეცდომა კი არ დაუშვი. კაი, მოდი. აღარ გავიზრდი. ის არის მისტერი ბოქსი ამასთან ერთად. სწორია, ყველაფერი სწორია. ან ეს ფეხბურთელი, ან 5 მილიონად ნიკოლა ბარელა. ჩვენ ორნი ვარ. What? ჯერ უნდა ისხნათ. ჯერ უნდა ივაჭროთ. თუ არ და ბარელა ხო, და მე აირჩიოთ ამ ფეხბურთელს. 40 რამდენით ვიწყებთ? 50-ით ხო ვიწყებთ? 50-ით. შენ ორივე ცენტრალური ნახევარმცველი ყავს? მე საბიოც და ხო, უკანაც ყავს. კაი, დაიწყე. ერთ-ერთი კაცი ელ მაგ. კლასიკოში მეორე გაიტანა 60. 60. მეორე რა მინიშნება იყო გიხვეწებ ერთ. მეორე იყო, რომ ერთ ფეხბურთელს სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდა. ანუ ხო იცი და მესამე? მესამე არის, რომ ბრაზილია და ინგლისისთვის გოლი აქვს გადანილი. და მეოთხე არის რომ ელ პახარ. 550. ვიცი. ბიჭო, ვიცი, მაგრამ მე არ მიყვარს. 550. ეს ტიპი ცლობს, რომ აი დაგვახოცინოს. აი ბიჭო, არა, მივხვდი. ბოლო ამხანა გურში მაგან გაიტანა. მე კი მივხვდი რომ. ციხე 465 მილიონი. 465. ამით იცი რა შვება უბრალოდ, რომ აწიეთ ფას გვიკეთებს. ხო, აბა რა უნდა ქნათ აბა 465. დავხარჯო. რამდენი 465 მილიონი. იმიტომ რომ ბოლო ფეხბურთელი. შენ ბოლო კაცია ეს? და შენ ჭირდა ფორვარდი, და მნიშვნელოვანი პოზიციები აქვს წინა ის გუნდი, მაგრამ აგაკეთა. ხო რა, უნდა უქნა ეხა. ატან 460. ერთი წამი. უთად. ერთი წამი. მაგრამ 470 რო გადავიხო და უკვე ჩემია. კი. ნუ ხო, და მჩება მისტერი ბოქს. ნუ ბარილოს. დაგჭება. 50 მილიონი მჩება. არა, ბარელა შენთან ვეღარ იქნება. არა, და არჩევ ბარილა გირჩევ. ბარელა ჩემ მისტერი ბოქსზე მოდის? კი. შო, არ მინდა, კაი. არა, ბარელა წავიდა ამასთან ერთად. ბარელა იკარგება. დაიკარგა ბარელა. შენთან მოვა სხვა. შენთან მოვა სხვა. ოდიში, მაშინ დავფიქრდები. ხო, აი 50 მილიონი ხა რა ფორვარდი უნდა მოვიდეს ისეთი რომ ნეიმარმა და ოლისე ანუ ეგრე არის მსჯელო, იმას კვარა და იამალი ყავს. მე და ანუ რა. რონალდუ თუ ამოვიდა. მე თუ პაქტომინე და იგი უნანა და მე მეშინია იცი რისი რომ ნახევარ დაცვაში ბოლო. აუ, ნახევარდაცვა. იქნება ისე გიმარა ისი გრავემნეხი და ვიღაცამ ჭირდა. კარგი იქნება, ცუდი არ იქნება, დამიჯერე. კაი, მაშინ მოდი ციხე გავუყვებ მაგ ლოგიკას და ფედეს მოვალეობას შევათავსებინებ ამ ორ ადამიანს ერთად. ატან. ვატან, კაი. ეს ფეხბურთელი არის. 169 ვერ გადავიხდი აბა. ფედე ვალო. არის ფედევალვარ. რა თქმა უნდა. მეშინია სანამ არ კი, ვიცი რო გეშინია და მაგით. 460 რეკორდი მოიხსნა. ფედე ვალო. დავაკომპლექტებ. შენთან 10 მილიონად, 5 მილიონად მოდის დეკლან რაისი. ან ურმე. 50 მილიონად ეს ფეხბურთელი. დავიწყოთ. სომხეთის ნაკრებს თავი დაამახსოვრა. და ვიცი. არ თქვაო. ორ კლუბში უთამაშია და ორივეგან ჩემპიონატი მოიგო ვიცი. და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანია და არა მხოლოდ ფეხბურთელი. versus სომხეთი plus ორ კლუბში აქვს უნათამაშები და ორივესგან ჩემპიონატი აქვს მოგებული და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული არის. წელ რომელ წელს? ფეხბურთის ყველაზე ვერ გეტყვი. კეთილი თვალები, როგორც ნიკოლას დაბადაზე იტყოდა. თუ არ ითახმებ. მე მიყვარს ეს ბიჭი. ვის ამბობს? ვიზე ამბობს მაგრამ? კაი გეტყვი ჟოუ ნევერს. პეტრიკე შეასრულა. დეკლან რაისი გინდა თუ? აუჩ. ხო,
ხოფხა რავი, ანუ არც ერთ არჩევას არ გავაკრიტიკებთ. არა, ხო. შენ ალბათ რაისი შენ ფული რამდენი გაქვს? რაისი აიცი. რაისი ანზე ნაკლებია შეხედე როგორი ქიმია. მაშინ ვისაც არ აირჩევ არა. მაინც? კი რაისი, რავი. აი, ნახო. შენ ადგილას რაის ავიყვანდი. დავფიქრდით. მე ჟოუნევს ავიყვანდი, იმიტომ რომ მე ვასწრე. მეც ჯოუნევს პირელი ყავს, ხო? პორტუგალიელი არ მყავს საერთოდ. იმის ამბავია გემების ამბავია და ბრაზილიელი მყავს, ბრაზილიელი მყავს. პორტუგალიელი მყავს მე. ძალიან. პრემიერ ლიგა ყავს და მედი აიყო. რაისიც ტოპ დონეა, მაგრამ მე აი სტილურად ისპრო. რაისი როგორ არა ყავს ბიჭო. რაისი აიყვანე ბიჭო. პრემიერ ლიგას თუ არსენალი იგებს სეზონის საუკეთესოებიდან არსენალიდან ეგ გადისო და ეს ჩემ თუ მოიგო ლიგა? მაგის მერე ძმა ორი თვე გავიდა. გუნდი თავზე დამეშავა. დეკლან რაის ფეხბურთი აღარ უთამაშია. ვის ირჩევ ხოფხა მაინც რაის ურჩევ. რაის კი ბატონო 5 მილიონად რაის კონფერენს ლიგის ოქროს მედლის წავიდე გაშავება. არა, გაშავება არნაირი, თუმცა და ფორვარდები დაგვრჩა ხო ფორვარდები კი ბატონო ეს ფორვარდი რომელს მეტი ფული გაქვთ? ამას და ამას მეყავს. ესე იგი პირველი მეორე ფეხბურთელი ის არც მოკრივეა არც ბეტმენი არც კარდაშიანების მამა რა ქვია იმას? აუ არც მე არ ვიცი. იცი კარდაშიანის მამას რა ქვია? ბიჭო არ გეტყვით ხო? არ პროსტა არ უთაცი ხე რა თქმა უნდა არ ვიცი ხო გადაშენების მამა არა აი მოკრივეც თემით მინდა გავიდე. მოკრივე და ვითქვი ის არც ბეტმენია არც მოკრივეა და არც კარდაშიანების მამა მოკრივე ოღონ ხო ნამდვილი მოკრივე არაა რა პერსონაჟი კარ გასაგებია. მოკლედ მნიშვნელობა არ აქვს რა ამ შემთხვევაში არ ვიცი გადაშენების მამას სახე. ეგ ის მამა მე რო ეს არის სულ? ხო ეს არის ხალად რო გადაკეთე. ის არც მოკრივეა არც ბეტმენია და არც კარდაშიანების მამა ტრანსგენდერი მინდათ? ეგ არის? არა ეგ არ არის ეგ დედა. ეგ აი ჯერია. ერთი წამ. ეგ არის მეორე მეუღლე კარდაშიანების ეგ ვიცოდი. ანუ გვარი ვისგანაც აქვთ ბავშვებს კარდაშიანები ხო არიან ნაწილი კი, წარმატებები მას. ისე ყველა მომავალ ოპერაციაში. ვისთან მიდის ხასთან? ჩემთან არ მოდის დეკლან რაის ავიყვან. კარდაშიანები მოდის ხო ჩემთან? შენთან მოდის ესე გამოდის ვიფიქროთ არ გინდა ჯერ? აუ როგორ ერთი სული აქვს ერთი მადროსაც სული არ მოქვს შენთან მოდის თქო თუ არის ხო და მე ხო ვიცი რომ ეგები რამდენი მაქვს ფული დარჩენილი? ძალიან ბევრი ბეტმენი და 395 რაღაცა ბრუს ვეინი. ხო და მაქედან გადიხარ ამაზე? ბიჭო ბრუსი ვაფშე ვერავინ ვერ გავიხსენებ. არა აა ბრიუსი არასწორად ფიქრობთ ვიცი ხო მე მგონი ვიცი ვინც არის. და გინდა თუ არა ხა ეგ უნდა გადაწყვეტოთ აუ მე ვინ იქნება? ამაზე მისტერი ბოქსი არის? არა ამაზე არ არის ამის შემდეგზეა მარტო მისტერი ბოქსი მომი ბოლო არ ვიცი. რონალდო არ არის და მიეცი მაშინ. რონალდოს იმედით დარჩი. რონალდო ვაფშე არ იქნება ჩემი აზრით. ანუ ფეხბურთელები ბევრი ფორვარდი არა ისე დარჩენილი ზოგადად აუ რაც ძალიან ცირკაჩობას ვიძახე ხა მე მგონი. რასაკეთებ? და ჩემი ლოგიკით ერთი არა მახიო. ორი წავიყვან მე მაგ ადამიანს. რამდენს? ვეინ რუნია? რამდენს იხ მოქმედი ფეხბურთელებია. აა ბოდიში ვაშ დამავიწყოთ. აი არაფერი. არა არ მიმყავს კაცო. დამავიწყოთ. აუ წესებით ეგრეა. კაი ეხა. წავიყვან მაგას და ვეინ ანუ დამავიწყდა რომ მოქმედები იყო. არა, წამყოლმა გადაწყვეტოს, მე პროსტა წავიყვან მაგას და ვეინ რუნია, უკვე ანუ ელოდება შენ პასუხს. მოდი ესეთ რამეს ხო, მაგრამ ეს პასუხი ერთ რამეს თამაშის იმიში არ ჯდებოდა უკვე. წესებს წდებოდა. ეხლა ცოტა ის რო არის, ცოტა უცნაური მომენტი ამ და ყურმა პირდაპირ გეტყვით, რომ არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი. ანუ ეხლა უყონ ძალიან მაგარს თქვენ, აი, ძალიან მაგარი არის რა. პრაიმი მისი არის ძალიან ტოპ. ეხლა გადაწყვეტეთ თქვენ. ბიჭო ვინა? აი, ხვალ დახოცეთ თქვენ. შოუ ბალახეთ, შოუ. მე ვერაფერს შენ გადაწყვეტე, წამყოლმა გადაწყვეტეს რა. მე ორივე არჩევას შევეგებებ. მე არ ოპ ვიცი. ხარგი და ანუ თუ მიშველი. და შენც არ გინდა? რატო არ მინდა კაცო, მე გითხარი. კაი და ერთ რამესაც გეტყვით პირდაპირ რომ კრიშტიანო საერთოდ არ მყავს. მე თუ არა რონალდოს არ იქნება. ანუ ანდრო ეგარ მოიგო. აი ჩემია რა უკვე, ყველანაირი ლოგიკა ჩემია ეხ შვიჯერი. მინდა მობეცის. რობერტ ლევანდოვსკი. აბა რა. ხელანდოვსკი და ლევანდოვსკი. ბეტმენი რობერტ პატინსონი თამაშობს. აუ კარდაშიანის მამას რობერტ კარდაშიანი არის. მე კარგი მოკრივე მოგყავს რა. ფოფკაზე მოკრივეზე რობერტ დენირო თამაშობს მოკრივე. დამაბნეველი იყო ვიცი. მამა დამაბნეველი იყო პირველი. ანუ ყველაფერი ავაცილე. ბრუს ვეინზე ვიფიქრე. ანუ მოკრი აი დენირო რა არის? და შენ გაქვს ესეთი არჩევანი. 10 მილიონად ჰარი კეინი ან 50 მილიონად ეს ფეხბურთელი. ანუ აი აქ ეხა ასე მეტი გოლი კარიერაში, 100 პლუს გოლი. მინიმუმ 10 სხვადასხვა ნაკრებისთვის გაუტანია და ქვეყნის საუკეთესო ფორვარდი მინიმუმ ერთხელ გამხდარა.
არც უნდა დაფიქრდეთ ხო? უეჭველი კეინი უწევს ხა თან იმდენად ბუნდოვანი არის ეს მინიშნებები, რომ აი სულ რონალდო იყოს. არ მყავს რონალდო. არ მყავს რონალდო და ნუ რა მნიშვნელობა აქვს? თეორიულად რონალდო რო დაიწყო. არავინ არ ჯობია მეტი. ერლინგ ჰოლანდი რო იყოს. ოკეი, არა, ოკეი. ბაპე ჯობია მარტო. აუცილებლად ჰარი კეინს ვირჩევ, ვინც არ უნდა ფორვარდად, იყოს, რა. იმიტომ რომ ზედმეტ ბუნდოვანი მინიშნებებია. კაი. ბაპე ფორვარდად არის, რა თქმა უნდა. კეინ. კეინი. მართალია. რატომღაც მეგონა რომ აი ბაპეს და იმას არა, ვინ იყო ალექსანდრ ისაკი იყო. რომელიც ასევე კარგი ფეხბურთელია. ფული რამდენი დამჩაიცა? აღარ გვახსოვს. კი, ყველა ძალიან ბევრი და. 9 მილიარდი დამჩა. მე ნული დამჭა, კაცო. კაი, სწრაფად გავიაროთ გუნდები, მეგობრებო, დიდი ეპიზოდი გამოვიდა. რაღაც ბევრი ამბია. მისტერი ბოქსები სულ გზელია ხოლმე, რომ ხო, მისტერი ბოქსები. აზროვნება მიდის. დაიწყე, აბა ჩამოთვალე შენი. ჩემ კაც იცავს საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი. დაცვის ხაზი მარცხენა მცველად ნუნუ მენდეში, ცენტრში პაუ კუბარსი და უილიამ სალიბა, მარჯვენა მცველად იორიან ტიმბერი. ნახევარდაცვა პედრი, ვალვერდე, ნახევარდაცვა ჩამშლელი ნახევარმცველი, კალოს ენიკე კაზემირო, შემტევები პედრი და ვალვერდე. ამასო ნახევარდაცვა ყავს? და შეტევა, სადაც აშკარად მოვიკოჭლებ მარცხენა გარემარბი, მაგრამ რადგან პრაიმებს ვარჩევთ, სონის პრაიმი მე ყოფილი ვარ, ჰენგმის სონი, მარჯვენა გარემარბად სამწუხაროდ ფრანკო მასტანტუანო და ცენტრ ფორვარდად ლუის სუარესი. მაგარი გუნდები. შეტევაში დაერხა პროსტა. აი მე მარტო შეტევა მივარ და აი მე საუკეთესო მეკარე შეიძლება მსოფლიოში. ინოვატორი, ახალი რაღაცა რელიგიის დამფუძნებელი, სათამაშო, მოკლედ გოუთიდან მანუელ ნოიერი მყავს. დაცვაში მყავს საშინელება, ალვარო კარერასი, იოშკო გვარდიოლი მომენტ სოლიდურია, საკმაოდ. ედმონ ტაფსობა და დიოგუ დავო. სამი კლოუნი და იოშკო გვარდიოლი. რაიან გრაუენბერხი, ბრუნო გიმარაესი და დეკლან რაისი ძალიან ძიმე ნახევარდაცვა მყავს. ნული კრეატივი ჩემ ნახევარდაცვაში საერთოდ, მაგრამ კრეატივი არ გვჭირდება, იმიტომ რომ ერთ ფლანგზე ნეიმარი ყავს, მეორე ფლანგზე მაიკლ ოლისე და ფორვარდად ჰარი კეინი. მაგრამ იმაზე ციფიკრე 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ყავს. ბრუნო და გრაუნბერგი. ბრუნო გიმარაესი და დეკლან რაისი ხო, აბა? ბრუნო. ჩვენ როგორც ხვდები ვაფასებ პრაიმებით, შესაბამისად ანდრე ონანა მყავს კარში და როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. მაგ სეზონში რა ვიცი ონანას არავინ არ აძაგებდა და მაგრამ არავის არ იყო. ანუ კარგი მეკარე იყო რა. ჰაკიმი სოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველი ჩემი აზრით, არ ვიცი ფოფხამ შეიცვალა თუ არა აზრი ტიმბერზე. არა დაგითმე ანუ ალფონსო დევისი თავის პრაიმში საუკეთესო იყო, მარცხენა მცველის პოზიციაზე გახსოვთ როგორ დადავარდობდა 2020 წელს. დაცვის ცენტრში აბსოლუტური კატასტროფა, მე ვიტყოდი. დაი უპამეკანო შეიძლება ბუნდესლიგის კომენტატორებს და მაყურებლებს ძალიან მოსწონთ, იმიტომ რომ ფრაიბურგთან შესანიშნავად დგას. თუმცა როცა ხალხი ტელევიზორს თავს, ვინისიუს უპა მაგუაიერი ხდება. და მაგუაიერი უკეთესია კაცო. ლენორმანი. სუდი არა, მაგრამ კლანკინიოსი აჯობებდა. ხო, ეს soft მცველია, მე არ მიყვარს. ეგოლო კანტე, პრაიმში დიდებული ეგოლო კანტე, მე ვიტყოდი. ლესტერი, ჩელსი, სოფლიო ჩემპიონატი, რავი. მერე ზედიზედ 4-ჯერ რო გახდა საუკეთესო მოთამაშე მატჩის ჩემპიონთა ლიგას ბოლოს. კანტეზე ამბობ. ეგოლო კანტეზე მაქვს საუბარი. ძალიან დაბალანსებული ნახევარდაცვა მყავს, იმიტომ რომ მაქტომინეი კანტე ჩამიშლიან და მომიგუარებენ პრობლემებს და შერკი მიხედავს. შერკის საერთოდ ყავს იამალი ფლანგზე. აქეთ კვარა მყავს და ცენტრში რობერტ ლევანდოვსკი. შეტევა საუკეთესო. სასწაულის. შენ შეტევა არ იყო ფოფა გამახსენე წინა სამეული. ნეიმარი, კეინი ოლის. ესეც მაგარი. ამას შერკი ემატება. მე იამალი მყავს. ნახევარდაციდან მიმატებს ერთ კაცს და მაგით, თორე ლევანდოვსკის ხრივ თანაბრად. ნეიმარი ყავს. ლევანდოვსკი უკეთესია ვიდრე კეინი, კარიერულად ასე არის. ნეიმარი და ნეიმარი ხო არა ჯობია რა თქმა უნდა. ხო არა. ამეტაპზე. არა. პრაიმი რაც არის ნეიმარის იამალიც გონია რომ ნეიმარის პრაიმი ჯერჯერობით ვიძახ. მაგრამ მე ვინ ვარ ხალხო ფეხბურთს არ უყურებს. არა, ოლისე ჯობია თუ იამალი ისე. აი, ირაკლიმედოზე. იამალი უკეთესი ფეხბურთელი აი, კარგად იყავ. მე მოვიგეთ თქვენ ვარი ჩხუბოთ, მე მოვიგეთ მე მოარი. არა, ყველა კარგი ლიგაში ექნება. ყველა კარგი გუნდი ყავთ. თეიკი ჩემგან. მეც ეგ კარიერის დასრულების შემდეგ კვარა უფრო დიდი ფეხბურთელი ხდება ვიდრე ნეიმარი. იმიტომ რომ ბევრად მეც. იმიტომ რომ 10-ჯერ პროფესიონალია. და ბევრად მეც გაიტანს და ბევრად ჰაილაიტს და 28 წლის ასაკში არ დაამთავრებს კარიერას და მაგით.